ვინ დგას უფრო მაღლა ვიდრე ქართველი ხალხი? ამისთვის როგორ შეიძლება ქართულ ხალხს ვაკადროთ გაყალბება რამეში? დღეს არის ჩემი პირველი პოდკასტი და ჩემი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ქალბატონი მანანა სანაძე. თქვენ დაიწყეთ ერთი ოთახით. თუ არ ვწდები, ხო? ორით. გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე ის, რომ უნივერსიტეტში დამფუძნებლები დივიდენდს არ იღებენ. რაც უფრო წარმატებული იქნება ჩვენი საზოგადოება, მით უფრო წარმატებული იქნება უნივერსიტეტი. მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩემი პოდკასტის დიდი ნაწილი დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ძალიან საინტერესო ბევრ პროექტს. აი, საიდან წამოვიდა ეს ერთლარად ნაკიდის შენობა? უცბად ზარია და ვიღაცა მეუბნება, რომ იცით რა, ჩვენ ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ კიდე ქართოლოგიის ცენტრით. პირველად, ესე იგი, დავაფუძნეთ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართოლოგიური ცენტრი. და მე მგონი ერთლარად არ გაგიხსნიათ, ხო ისიც? არა, ერთლარად არა. ჩვენ სხვათა შორის ერთობლივად ჩამოყალიბებულება ტრადიციული ხელოვნების სკოლა, სადაც ბავშვებს სიმღერებს ვასწავლით და გალობას, ხო? მე მინდა ქალბატონ მანანას გადავუხადო მადლობა საქართველოს უნივერსიტეტისთვის. ძალიან ბევრი კარგი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ ნაწილი მოვასწარეთ, ნაწილს მერეც გავაგრძელებთ აუცილებლად. როგორ მიყვარს გიორგი, როცა მღერი ხართ ხო? უფრო ვიდრე ვლაპარაკობ, ხო? ნამდვილად უნდა გამოგიტყდე. გამარჯობა, ეს არის პლატფორმა UG Art პოდკასტი. მე გახლავართ გიორგი უშიკიშვილი და ჩემს პოდკასტებს იხილავთ ამ პლატფორმაზე ხშირად. დღეს არის ჩემი პირველი პოდკასტი და ჩემი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ქალბატონი მანანა სანაძე. მოგესალმებით ქალბატონ მანანა. გამარჯობათ. ესე იგი, ჩემი პირველი სტუმარი ბრძანდებით ჩემი პოდკასტის და ფეხბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს პოდკასტში. იქნება. მადლობა. პირველი შეკითხვა მაქვს ასეთი. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. სანამ ჩვენ გადავართ უნივერსიტეტის ამბებზე, როგორ დაარსდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანამდე მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. ჩვენ ახლა წამოვიწყეთ საინტერესო რამ, ეს არის პოდკასტი, რომელიც იქნება საუბარი კულტურაზე, განათლებაზე, ხელოვნება ზოგადად მთლიანად, ხო? და აი ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება, რომ მაგალითად ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, როგორც არის მაგალითად ტრადიციების მიმართ ყურადღება, თქვა გამოცემების საინტერესო, რომელსაც გარკვეული შემოსავლები არ შემოაქვს, ხო, რაღაც სუბსიდირებადი დარგები იყო, ხო? ყოველთვის უნდა ეკეთებინა სახელმწიფოს. მაგრამ აი ახლა უკვე წამოვიდა ტენდენცია და თქვენ ამაში ბრძანდებით ლიდერები, რომ აკეთებთ ისეთ რაღაცებს უნივერსიტეტი მათ შორის, რაც პრინციპში დასავლური ფორმაა ესა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად დასავლეთში არიან უნივერსიტეტები, რომელსაც აქვთ რაღაცა ხალხური მიმართულების, რაღაც აუდიოთეკები, ფაკულტეტები, ასე შემდეგ, გამოცემები საინტერესო და ასე შემდეგ და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სწორედ ასეთმა უნივერსიტეტებმა აიღონ თავის თავზე ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, დაფინანსება. მათ შორის რომელსაც შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ კონდეს და მე ასევე მინდა მითხრათ ამ პოდკასტზე ორი სიტყვა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უნივერსიტეტიდან ისმოდეს ხმა და ისმოდეს საუბარი იმ პრობლემებზე, რაც ზოგადად შეიძლება არა მარტო პრობლემებზე, შეიძლება საგანმანათლებლო კუთხითაც იყოს, შეიძლება კი იქნება აუცილებლად, ხო? ანუ ახლა როცა დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, რომ რაღაცა პროგრამებს აქვთ დაფინანსება, რაღაცას არ აქვს, რაღაცა პროექტებს აქვს, რაღაცას ნაკლები აქვს, მაგრამ ეს ხომ ერთმანეთს რაღაცნაირად გადაფარავს ხოლმე და მეორეთი, ხა თქვენ ბრძანეთ მთავარი, რომ ითვლებოდაო, რომ აი სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. აი რასაც მოგება არ მოგქონდა. ხო, რასაც ვითომ. არა, სინამდვილეში ყველაფერს მოაქვს მოგება გარკვეულად. არის მორალური მოგება. არის ცივილიზაციური საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით და ასე შემდგომ. ეს მოგება, იცით, მოგება ადამიანს ხანდახან მოგება არ არის მარტო ფული. ხო, ეს შეიძლება ძალიან მრავალმხრივი იყოს მოგება. შენი სახელი საზოგადოებაში, პატივისცემა, რომელსაც იწვევს საზოგადოებაში და ასე შემდგომ. მაგრამ როდესაც საკითხი ეხება, რომ აი სახელმწიფო აკეთებს ძირითადად და ვინ არის სახელმწიფო? ჩვენ არა ვართ. ხალხი. ანუ მე ყოველთვის ვფიქრობ და ასე ვდგები, რომ სახელმწიფო არის თითოეული ჩვენთაგანი და ჩვენ ძალიან
პატიოსნად და სრული პასუხისგებლობით და მოვალეობის შეგრძნებით უნდა ვაკეთებდეთ ყველა თავის ადგილას იმას, რაც ჩვენ გვევალება და რაც შეგვიძლია. ეხლა მე ძალიანაც რომ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა, იმიტომ კი არა რომ აი ძროხის წველა, თქვათ არის ჩემთვის ნაკლებად პრესტიჟული არა, მე ყოველთვის ვამბობ რომ ყველა საქმე ერთნაირად პრესტიჟულია, მაგრამ ყველა ადამიანი საჭიროა ქვეყანისთვის. აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ რომ ცუდ პროფესორს, რომელიც თავის საქმეს ცუდად აკეთებს, კარგი, იგივე ძროხის მწველავი მირჩევნია ბევრად, იმიტომ რომ თუ ის კარგია და თავის საქმეს კარგად აკეთებს და პროფესიულად არა. მაგრამ ახლა მე რომ გავაკეთო ის საქმე, ჩემგან იმ საქმიდან რა გამოვა, იმიტომ რომ ელემენტარულად ახლა ძროხას ვერ მიუახლოვდები, სამწუხაროდ მეშინია, ცხოველებთან ესეთი ისა მაქვს ახლა დამოკიდებულება, რომ ესე ახლო იმაზე ვერ უახლოვდები. თუმცა ძალიან მიყვარს, ლამაზები არიან, ლამაზ თვალები აქვთ, მაგრამ ვერ მიუახლოვდები. ანუ ჩემგან წველავი არ გამოვა. მაგრამ რაც ვიცი და რაც შემიძლია, ის უნდა გავაკეთო, ხო? ანუ მაგას ვამბობ მე, რომ ყველამ უნდა გააკეთოს ის საქმე და ის საქმე გააკეთოს სიღრმისეულად, თავგამოდებით, მაქსიმალური დახარჯვით, რაც კარგად გამოსდის. მომღერალმა უნდა იმღეროს, პოეტმა უნდა ლექსი წეროს, პურის მცხოვრებელმა პური აცხოს და თქვათ ისტორიკოსმა ისტორია წეროს. ანუ შესაბამისად ყველამ თავის ადგილას რაღაცა უნდა ვაკეთოთ. ეხლა როდესაც უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე ალაპარაკი, სრულიად ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კულტურული პროექტები იგეგმებოდეს, იმიტომ მე თვითონ ისტორიკოსი ვარ, თუნდაც ამით აქედან დავიწყოთ და ბუნებრივია, რომ ჩემთვის საინტერესოა არა ჩვენი წარსულის ტრადიციების კვლევა, მათი ესე იგი გაშუქება, მათი მიწოდება საზოგადოებისთვის და მე ამაში არაფერს არ ვთვლი რაღაც უცნაურს, რომ ჩვენ ძალიან ძლავრი ქართველოლოგიური ცენტრი შევქმნით. კი, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ აუცილებლად. და ვაკეთებთ სხვადასხვა ქართველოლოგიურ პროგრამებს, ისევ ვიმეორებ, რომლებიც პირიქით ხანდახან იქით ვიხარჯებით პროგრამაში, იქით ვდებთ თანხას, მაგრამ სამაგიეროდ სხვა პროგრამიდან შემოდის მეტი შემოსავალი და ამას ხმარდება. ანუ უნივერსიტეტი გადანაწილებას აკეთებს. მე სიმართლე გითხრათ, სრულიად დიდი ხანი არ არის თქვენთან მუშაობ. და გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე ის, რომ თქვენ დაფუძნებელი ბრძანდებით უნივერსიტეტის, ხო? პრეზიდენტი და დაფუძნებელი. და მე როდესაც გავიგე და მითხრეს, რომ უნივერსიტეტში დაფუძნებლები დივიდენდს არ იღებენ. ხოდაშორის ეს ბევრი ადამიანს მე მოუყევი და ყველა აღფრთოვანებული იყო. და მე რამინდა რომ ჩვენს მენელს უთხრა, რომ ბიზნესი ეს ხო ბიზნესია, ხო მოდი ასე ვთქვათ, გარდა იმით რომ საგანმანათლებლო, ამაზე ჩვენ სალკე ვისაუბრებთ, ხო? რომ დივიდენდს არ იღებს და ის რაც ასე ვთქვათ მოგებად შეიძლება რომ ჩაითვალოს უნივერსიტეტის ხო თქვენ ახმართ აი ამ მნიშვნელოვან საქმეებს რომელსაც ახლა ჩვენ საუბრობთ ხო ანუ ამას რატო გეკითხებით იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთია ხშირად არ ხდება ასეთი რაღაცეები ხო ყველგან არ ხდება უпростоრად ამიტომ დამაინტერესა მე თქვენი დამოკიდებულება ზოგადად რომ აი წარმოგიდგენთ თქვენ რომ როგორც წესი ბიზნეს მოგებად მიაქომეს სახში ხواسია რაღაცა ყიდულობენ, ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვენი ამ მოგების ძირითადი საქმიანობა რაც არის ქველმოქმედება. მე მას ქველმოქმედებას დავარქმევ. იმიტომ რომ ის უამრავი გამოცემა რაც გაკეთებულია, რომელიც შეიძლება არც იყიდება, შეიძლება საჩუქრებად რიგდება, შეიძლება იმიტომ კეთდება რომ მომავალმა თაობამ წაიკითხოს მაგალითად. იგივე ახლა ჩვენ გავხსენეთ ტრადიციული მიმართულების ხელოვნების მიმართულება, რომელსაც მე ხელმძღვანელობ საქართველოს უნივერსიტეტში და ფაქტობრივად პროგრამები იქნება, რომელსაც არანაირი მოგება არ გააჩნია, მაგრამ იმისთვის რომ ქართული ხალხური სიმღერა, ცეკვა ისწავლონ ჩემო მომავალ თაობამ, სწორედ აი ამ ქველმოქმედებიდან ხდება, ხო? და კიდე ბევრი რამ რა არის ამ ყველაფრის мотиваცია ამას გეკითხებოდით თქვენ როდესაც ფაქტობრივად ის რაც თქვენია არ მიგაქვთ სახში და ახმართ ქვეყანას ხო აი იცი რა მე მესმის რომ ჩვენ ხალხი ვართ და ხელისუფლებაც ხალხია მაგრამ ასე არ ხდება ყველგან
ისი მართალი გითხრა გიორგი მე ნაკლებად მაღელვებს ახლა სხვა სხვა რას გახდება აკეთებს, ხო? სხვა რას აკეთებს. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ და რა არის ჩვენი мотиваცია ამ შემთხვევაში არა? ეხლა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ესე ალტრუისტები, რასაც ქვია რომ აი პირდაპირ რაღაცას გავცემთ ქველმოქმედებას თქვენ უძახით, მე ამას არც უძახი ქველმოქმედებას. ეს არის უბრალოდ შორს გამიზნული ბენეფიტი. ანუ იცით საზოგადოება რაც უფრო წარმატებული იქნება ჩვენი საზოგადოება, მით უფრო წარმატებული იქნება უნივერსიტეტი. ეხლა წარუმატებელ ქვეყანაში უნივერსიტეტის წარუმატებელი ახლა სულტყუილია რომ ითქვას რომ აი დღეს არის ხანდახან რომ აი რატომ არა გვაქვს საქართველოში ხარვარდი და ნუ საქართველო არ არის ამერიკა და იმიტომ მოკლე პასუხი ეს არის. რეალურად თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს წარმატებული უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა უნდა გქონდეს წარმატებული ქვეყანა. ანუ უნივერსიტეტის გარდა რაც ხდება, ამის გაჯანსაღებაზე ზრუნვას გულისხმობთ. აი ეს ალბათ ესე შეიძლება დავაყენო. არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ზოგადად ქვეყანაში. ზოგადად, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე ვთქვათ ასეთ შემთხვევაში, ნუ რამდენი უნდა ვჭამო და რამდენი უნდა ჩავიცვა ღმერთო ჩემო, ნუ ხა სად უნდა წავიღო ეს ფული არა? და მე ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემ შვილიშვილებში ვდებ. იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილების თანატოლებში ზუსტად იმათში, ანუ ისინიც ხომ ჩვენი შვილიშვილები, აი რაღაცნაირად და ამ სოციუმის წევრები უნდა იყვნენ საბოლოო ჯამში. ანუ იმ თაობაში, რომლებთანაც ჩემმა ფიზიკურმა შვილიშვილებმა უნდა იურთიერთონ. და ნუ ახლა იცით ისინიც თუ არ იქნენ წარმატებულები, მოესევიან მე ჩემ შვილიშვილებს და გაპუტავენ არა? გაპუტავენ კი. ანუ სერიოზული პრობლემები იქნება. ეს რა თქმა უნდა, ანუ მე მინდა რომ ქვეყანა თვითონ აი ჩვენი შვილიშვილების, ჩემი შვილიშვილები რომ შემოვლენ და შვილთა შვილები, ახლა ჯერ არ ამყავს შვილთა შვილი, მაგრამ ნუ ოდესმე მეყოლება და აი ჩემი შვილიშვილები რომ შემოვლენ ქვეყანაში უკვე საასპარეზოდ იმას ის რო გახდებიან. მინდა რომ რაღაცა ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ იმ დროისთვის ქვეყანა კიდევ უფრო მოწესრიგდეს. სხვათა შორის აი გახსოვთ ერთი პერიოდი შეიძლება ახლაც ჩაითვალოს ასეთი ადამიანები არიან, რომ აი რაც გარკვეულ ფულს იშოვია დიდი რაოდენობით სწავლენ სახსა იშენებენ, რაღაც 4 სართულიანი გალავანი აქვს შემორტყმული გარშემო, რაღაცა თავისი დენი აქვს, რაღაცა ჭას გააკეთებენ, წყალს ამოიღებენ, ბავშვებს ქუჩაში არ უშვებენ, რაღაცა მანქანებით მივყავთ სკოლამდე ისინი აქეთ-იქით და მერე უცებ ეს ბავშვები იზრდებიან. და ვეღარ დააკავებ ამ შიგნით ამას თქო ღობეს შიგნით და უკვე ხდებიან საზოგადოების წევრები, ხო? ანუ მე არის სიძულვილი მათ, იმიტომ რომ საზოგადოება მათ არიცნობს იმ იგივე ასეთი ტიპის ოჯახს არიცნობს და არის ზოგადად გარკვეული დაპირისპირებაც შეიძლება იყოს და ასე შემდგომ. ეხლა მე იცით ჩვენ ესეთი ისტორია გამოვიარეთ, მე კი ვერ გავამწყუნებ ესეთ ადამიანებს. აი რა იყო სათავადო გვიან შუა საუკუნეების გვიან საქართველოში უკვე სხვაგან კი ახალი ისტორია იყო დაწყებული, მაგრამ ნუ ჩვენთანაც, მაგრამ ეს მაინც აი სათავადოების სახით რა იყო ეს სათავადო? უძლური სახელმწიფოს სიტუაციაში ყველა საგვარეულო მძლავრი ცდილობდა თავისთვის თვითონ ეშველა, ამიტომ თავისი ჯარი შექმნეს, თავისი რაღაცა აპარატი, ანუ მეტნა თავისი საგარეო პოლიტიკას აწარმოებდნენ, ანუ მეტნაკლებად რაღაცნაირად ეს გამოწვეული იყო რეალურად სუსტი სახელმწიფოთი. და აი ახლაც ადამიანებს ერთი რამე არ ესმით, იცით, მე მაგალითად ეს ხშირად ამას დავწყდომი ვარ და ეს ნუ რა ვიცი, ჩემთვის ეს იყო გამაღიზიანებელი, ჩემთვის ეს იყო დამაფიქრებელი. რაც უფრო სუსტია და შენი სახელმწიფო და ნაკლებად არის სხვებისთვის ცნობილი, მით უფრო ბევრი პრობლემები გექმნება ადამიანს, როდესაც გარეთ მიდიხარ, ხო? ანუ რეალურად ვინახარ შენ? ნუ რაღაცა არ არის აუცილებელი იყო ძალიან მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენელი, ეხლა ნორვეგია არ არის დიდად მრავალრიცხოვანი, მაგრამ პატივცემულია ევროპაში, იმიტომ რომ მას აფასებენ არა, იცნობენ და ასე შემდგომ. ანუ ადამიანებს არ ესმით ხანდახან რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აი ამ მიმართულებით ვიაქტიუროთ, რომ ბევრი ჩავდოთ საკუთარი თანხები
ზუსტად ქვეყნის იმიჯში, ქვეყნის შექმნაში, მისი მოსახლეობის განათლებაში, მოსახლეობის, ესე იგი, იცით, იმისთვის, რომ მოსახლეობას თავისი ქვეყანა უყვარდეს, იცით, ჩვენ რო გვინდა, რომ სხვამ პატივი გვცეს, სად იწყება პატივისცემა? საკუთარ თავს ეხლა მე ვიცი ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც წავიდა უცხოეთში, მერე იქ მოიყვანა, ვთქვათ, უცხოელი მეუღლე და ხანდახან, იცი, მერე კიდევ გადის წლები და ის მეუღლე, ვთქვათ, ისე არ ექცევა სიტყვაზე მის მშობელს, ან რაღაც მას თვითონ ისე არ ექცევა და რატომ იცით? იმიტომ რომ იმ მეუღლეს არ დაუსვა საკითხი, რომ ქართული ისწავლოს, იმიტომ რომ ქართულ კამარს გვაყვა, იმიტომ რომ შვილებს არ ასწავლის ქართულს და შესაბამისად იმ მეუღლეს უჩნდება თვალსაზრისი, რომ ეს რაღაცა არასაჭირო ქვეყნის, არასაჭირო ერის ვინ არის, რა არის და ანუ პატივისცემას, კი ახლა შეიძლება ფიზიკურად შეუყვარდა და გაყვა ცოლად, მაგრამ თვითონ ეს პიროვნება მასში პატივისცემას არ იწვევს, იმიტომ რომ მისი ერი, საიდანაც ის წარმოდგება, თვითონ მისმა მეუღლემ არ დააყენა იმ დონეზე, რომ მის ერს სემენ პატივისცეს. იმ თავითვე არ იყო საკითხი დაყენებული, რომ აი შვილებმა უნდა იცოდნენ ქართული. ხო და ეს აუცილებელია. რომ ეს აუცილებელია, ხო? აი ესეთნაირად, რანაირად გვინდა რომ თუ ეს ყველაფერი და რატომ ხდება ეს იცით, იმიტომ რომ ადამიანების დიდი უმრავლესობა საქართველოდან ახალგაზრდები, როცა არ აქვთ საკუთარი ერის კულტურის შეგრძნობა. მათ არ იციან რა დამსახურება, რისთვის არის. საკუთარი ქვეყნის ისტორიის საკუთარი ისტორია, კულტურა. იცით, აი ფათაშორის ბოდიში ვიხდი, მაგრამ აი ბევრი ადამიანი ხო გინახავთ, რომ მაგალითად საკუთარი ქვეყანა არ აქვს ნანახი და მაგალითად კი, როგორ არა, რამდენიც გინდათ ახლა ის ხანდახანდა შეიძლება რომელიღაც ახლა მე არც ერთ იმას არ ვაკნინებ, არც ერთ ქალაქს საქართველოში და არც ერთ სოფელს, მაგრამ სადღაც რომელიღაც რეგიონიდან ახალგაზრდა ისე მოხვდა ლონდონში, რომ თბილისიც კი არ აქვს ნანახი. და არ აქვს მას არც ვეფხისტყაოსანი წაუკითხავს, არც არაფერი გაუგია, არც ვაჟა-ფშაველა იცის, არც არაფერი გაუგია და შესაბამისად, იცით, ესეთი ვითომ პატრიოტიზმი, რომელიც შეიძლება მას ჰქონდეს, ხოლო სუფრასთან ზუსტად სადღეგრძელოში, ეს არ არის რეალური პატრიოტიზმი, ის ვერ უძლებს გამოცდას, ის ვერ უძლებს სხვების შემოტევას, როცა გეუბნები, ნუ რა არის ახლა შენ ვინ ახარ, ისი წარმომადგენელი. ხო, მაგრამ იდეაში ხო ყველაფერი მაინც მაგალითებზია, ხო? ანუ ის რაც წარსულის, ხო და შორის აი პირველად ვიყავი 10 წლის, როდესაც მოხვდი იაპონიაში სიმღერიდან და მაშინ რაც ძალიან მომეწონა ამ ხალხის იდეაში იყო ის, რომ განვითარებასთან ერთად თანხმედრაში იყო მოკლედ პატივისცემა თავისი წარსულისა და არ დავიწყება და განვითარება. ანუ აი რა პირველში რა შემომჩნიე, რომ არ ივიწყებდეთ არც თავის ეროვნულ სამოს, არც დამწერლობას, არც მუსიკას, არც იმას, არც არქიტექტურას, ასე შემდეგ, მაგრამ ამასობაში რობოტებს აწყობენ, რაღაცა და საბოლოო ჯამში ხო ეს არის, რომ ანუ შენი წარსულის დავიწყების გარეშე მომავლის აშენება, ну რა ვიცი, ფაქტობრივად წარმოუდგენელი მგონია. იცით რა საქმე, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი დალაგებული ისტორია არ გქონია, როგორც ვთქვათ, იაპონიას, ან ჩინეთს, ან შეიძლება ბევრ სხვა ქვეყანას ევროპაში, რა თვალსაზრისით ვამბობ, რომ სამწუხაროდ საქართველოში პერიოდულად ხდებოდა ცივილიზაციის წყვეტა და არა ქართველების გამო, არამედ იმიტომ რომ დამპყრობელი მოვიდა. და ხანდახან ეს დამპყრობელი იჯდა 100, 200, 300 წელი. და რეალურად ამ დროს ბევრი რამე იკარგებოდა. აი მაგალითები შემიძლია ძალიან ბევრი მოვიყვანო, რომ წარმოიდგინეთ, რომ აი მე-11 საუკუნეში ლეონტი მროველმა ქართლის ცხოვრება გააგრძელა, რედაქცია გაუკეთა და იქ ჩადო სხვადასხვა მოთხრობები, რომ უფრო შეევსო. მაგრამ ხშირად ეს ამბები, ისტორიული ამბები ჩადო, მაგრამ ეს ისტორიული ამბები არასწორად ჩადო ქრონოლოგიურად. და იცით რატომ? იმიტომ რომ არ იცოდა ქრონოლოგიურად ის როდის მოხდა. და ნუ რაღაცა სწორად ვერ გამოთვალა. ისეთი მნიშვნელოვანი ამბების კი, როგორც არის შუშანიკის წამება,
მან ვახტანგ გორგასალთან კი არ ჩადო. არამედ ჩადო ვახტანგ გორგასლის შემდეგ მეხუთე თაობაში ბაკურის, ესე იგი მისი ნახეთ, მისი შვილი დარჩილი, მერე ბაკური, მერე ფარსმანი ბაკური. ესე იგი ვახტანგ გორგასლის შემდეგ მეხუთე თაობის მეფობაში ჩადო შუშანიკის წამება. ნუ რატომ იკითხავთ? იმიტომ რომ დაკარგული იყო ისტორიული ტრადიციაც კი არ არსებობდა, როდის მოხდა ეს ამბავი და რატომ მოხდა რომ არ არსებობდა? იმიტომ რომ ვახტანგ გორგასლის შემდგომ და ეხლა ის გადაიცვალა 531 წელს და მისი იცით თქვენ ეს დარჩილის ამბებით ჩვენ რო აღმოვაჩინეთ მისი სამარხი. მის შემდგომ მეშვიდე აი 200 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ, მეშვიდე საუკუნის შუა წლებში მოვიდნენ არაბები. და მერე არაბები იჯდნენ საქართველოში და რთული პერიოდი იყო ძალიან ქვეყანა რეალურად დაიშალა სამეფო სამთავროები მერე ცალკე იწყებენ აღორძინებას და ეს არის ესე იგი მერვე მე-9 მე-11 400 წელი აი ამ პრაქტიკულად თბილისიც კი როდის აიღეს რა უკვე როდესაც აგერ დავით აღმაშენებელმა აიღო მანამდე კიდევ ამირა იჯდა თბილისში. ეხლა მე არ ვამბობ რომ ყველა ეს 400 წელი ერთნაირი სიძლიერით იყვნენ აქ არაბები რა თქმა უნდა, პირველი 200 წელი მართლაც რომ იყვნენ მერვე მე-9 მე-1000-შიც კიდევ, მაგრამ მე უკვე სუსტდება არაბობა, მაგრამ ეს არაბობა იმ ხელა სტრესი იყო, იმ ხელა გადატრიალება იყო სოციუმის ცხოვრებაში, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ამბებიც კი, როგორიც იყო მისი პირველი წმინდანის დაღუპვის ამბავი და თუნდაც რომელი მეფის დროს მოხდა ეს, აი ესეც კი მეხსიერებას არ შემორჩა. და ასეთი პერიოდები სულ ხდებოდა საქართველოს ისტორიაში. მერე იგივე მოხდა, როცა აი მონღოლების ბატონობა, ხანგრძლივი ბატონობა მოყვა. მერე განსაკუთრებით ძალიან მძიმე იყო რუსეთის 200 წლიანი ბატონობა, როდესაც რეალურად ხდებოდა ეროვნული მეხსიერების უკვე საგანგებოდ წაშლა, საგანგებოდ ამ მიმართულებით. პრინციპში დღესაც გრძელდება. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ეს დღესაც გრძელდება, მცდელობები ყოველ შემთხვევაში ახლა რამდენი გაუვათ. ისე რომ ახლა მარტო ქართულ საზოგადოებას ჩვენ ვერ გავამტყუნებთ და ვერ ვიტყვით რა ინახეთ იაპონელები რა მაგრები არიან. ახლა იაპონელებს მასეთი მტრები ნაკლებად ყავდათ რომ ესე შეესიენ და დაიმონეს. ნუ სწორია იქ იყო გარკვეული ჩამორჩენა, მე მე-19 საუკუნიდან ხდება მანდ გამოცოცხლება და ევროპულ ერად გარდაქმნა, მაგრამ ნამდვილად ისეთი მძიმე ვითარება, როცა ყოველ 200-300 წელში ქვეყანას რომ ყოველ 200-300 წელში ქვეყანას რეალურად ყველაფრის თავიდან დაწყება ხდებოდეს. ასეთი თუმცა ამის ფონზე სწორედ ის რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც ზოგადად აკეთებენ ადამიანები სწორედ ჩვენი ეროვნული ტრადიციული, ანუ ის რაც ჩვენი იდენტობას განსაზღვრავს, ხო, ჩვენი ერისა, ხო? ამისი გაძლიერება და მოძლიერება, რადგან ახლა თქვენ საუბრობთ, სწორედ უნდა იყოს ჩვენი ესეთი მთავარი გზა, ხო? რასაც პრინციპში და ფათაშორის უნდა აღვნიშნო და მე მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩემი პოდკასტის დიდი ნაწილი დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ძალიან საინტერესო ბევრ პროექტს. აი მე ფათაშორის საგანგებოდ მინდა რომ ეს ჩემი გადაცემა იყოს ამისთვის, რომ მე რა აღმოვაჩინე, რომ ისეთი რაღაცები კეთდება საქართველოს უნივერსიტეტში. მათ შორის ქართოლოგია და ჩვენ ვისაუბრებთ, იგივე არქეოლოგიის მიმართულებით, იგივე ძალიან ბევრი სხვა საინტერესოს და მე ძალიან ბევრი კარგი სტუმარი მეყოლება, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტი და საგანგებოდ მინდა სწორედ ამაზე ვისაუბროთ. მე მესმის რომ შეიძლება თქვენ ამას აკეთებთ და ყველამ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს რეალურად რა კეთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აქვე მე საქართველოს უნივერსიტეტზე ვახსენე და გადავიდე საქართველოს უნივერსიტეტზე. ეხლა ძალიან ბევრს ხათაშორის უამბობ ხოლმე რომ ვიღაც ბიზნესმენზე რომ ლაპარაკობენ მაგალითად რა ბევრი ფული აქვს და რაღაც აკეთე კი დამობენ ხოლმე რომ რაღაც აი დაიწყო რაღაც ზეთებს ყიდი და რაღაც ქუჩაში და აი ესე დაიწყო და მე რაღაც გრანდიოზული მას მიაღწია რა ქვია რაღაცა კორპორაციას და ასე შემდეგ და არასდროს მე არ მომისმენია უნივერსიტეტებზე მსგავსი რამ და აი ხა მაგალითად იგივე შემთხვევა რომ თქვენ დაიწყეთ ერთი ოთახით ხო თუ არ ვწდები ხო? ორით. ორით. მოგაკელით ერთი ოთახით ხო? ანუ და ესე იგი ამის თქმა მინდა ზუსტად რომ ორი ოთახიდან დაწყებული შეიძლება ითქვას ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი საგანმანათლებლო ფეთელი ასე ვთქვათ ესეთ სტრუქტურა ხო? ეს არა მარტო უმაღლესი, არამედ ეს არის საშუალო განათლებაც იუჯის სკოლას გულისხმობ, კიდე სხვა მრავალი წახნაგია კიდე რასაც სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. პოლიტიკაში არ ვეხებით ჩვენ
გადაცემაში, მაგრამ ყველაფერი იცის, თუმცა აი ბოლო პერიოდში, როდესაც იყო შემოტევები და ასე შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტზე რაღაცა ერთლარად ნაყიდი შენობები თუ რაღაცები, რაც რეალურად ეხა ამაზე საუბარი არ გვინდა, არ ვისაუბროთ ამაზე, რეალურად ყველანაირად დოკუმენტალურად დამტკიცებული რომ არანაირ ერთლარად ნაყიდი არ არის, რო იყოს აქამდე არ დაგიტოვებდნენ არაფერს. ეს არის ნამდვილად ესეთი პატიოსნად შეძენილი და გაკეთებული ყველაფერი, მაგრამ რამდენად ასე ვთქვათ ჯერჯერობით რამდენად კინოულად აღიქვავთ ამ ყველაფერს და საუბრობენ რომ რაღაცა აი ძალიან დიდი შრომა გაქვს ჩადებული. მე სულ ამბობ ხოლმე მაგალითად რომ აი არ ვიცი რა უდიდესი შრომა გაქვს ჩადებული სრულიად ორი ოთახიდან ამხელა რამე გააკეთო ეს არის უდიდესი შრომა ხო? ძალიან დიდი შრომა. რამდენად კინოულად აღიქვავთ აი ამ პროცესებს რომელიც უნივერსიტეტის გარშემო ხდება. და ზოგადად რა უნდა უთხრათ საზოგადოებას. მე საზოგადოებას რა თქმა უნდა ვეთყვი იმას, რასაც მე შიგნით ვხედავ, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ გითხრათ, თქვენ როგორ განიცდით ამ ყველაფერს. Ну, დავიწყოთ იქიდან რომ და მოგვიყევით როგორ შეიქმნა უნივერსიტეტი ეს მნიშვნელოვანია. აი თქვენ რა ამბობთ ამ პროცესებთან დაკავშირებით როგორ განვიცდი. რა ვიცი, მართალი გითხრათ მე სერიოზულად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რომ ეს პროცესები რაღაცნაირად იყოს ესე იგი მთელი სერიოზულობით უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ მიმართული. იმიტომ რომ ნუ ახლა ვიღაცამ შეიძლება ჩვეულებრივად ადამიანმა ნამდვილად არ იცოდეს და არ არის თუმცა შეუძლიათ ბევრი რამში თუ აინტერესებთ ბევრ რამეში გაერკვენ მაგრამ თვითონ ახლა ხელისუფლებამ ყოველთვის ყველა ეტაპზე ძალიან კარგად იცის ვინ როგორ შეიქმნა, როგორ იყო ეს ტენდერები თუ ეს აუქციონები და ძალიან კარგად იციან რა ფასად როგორ რეალურად ყველაფერი კარგად იციან. ხო, ყველაფერი რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის ზოგადად და ამდენად მე ეხლა ეს რატომ მაშინ თქვენი გითხავთ აი რატომ ხდება ასეთი ვთქვათ აი ერთი შეკითხებია ქართულთან ამას საიდან წამოვიდა ხო მართლა გულწრფელად მაინტერესებს რა აი საიდან წამოვიდა ეს ერთლარად ნაყიდი შენობა? არ ვიცი, მე იცით რა მგონია, მე მგონია რომ ეს ერთლარად ნაყიდი შენობა შეიქმნა ბათუმის ამბიდან, ანუ რა მოხდა ბათუმში. რეალურად ჩვენ თავის დროზე, ეხლა ზუსტად ეს იყო მგონი 9-ში თუ 10-ში ნუ პრეზიდენტმა გითხრა რომ ბათუმში გაგვეკეთებია ფილიალი საუნივერსიტეტო და მაშინ ჩვენ ოპიკი ესე იგი ოპიკი მივიღეთ ეს იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ესე იგი გრანტი არ იყო ეს იყო სესხი კრედიტი ეს იყო ამერიკის სახელმწიფო ბანკები ამ დეპარტამენტის მეშვეობით იძლეოდნენ გარკვეულ კრედიტს და ბათუმში უნდა გაგეხსნათ უნივერსიტეტის ფილიალი ჩვენ უნდა გაგვეხსნა რა ჩვენ უნდა ეს მივიღეთ თბილისის უნივერსიტეტზე საქართველოს უნივერსიტეტზე ჩვენ როდესაც შევიძინეთ აუქციონით ეს შენობა დიახ აი მაშინ ჩვენ რამდენიმე მილიონია გადახდილი. არა, რამდენიმე კი არა, აქ ამ შენობაში არის 14 მილიონი. საბოლოო ჯამში. დახარჯული საბოლოო ჯამში. მაგრამ დოლარი თანაც. მაგრამ მაშინ, როდესაც შევიძინეთ, მაშინ, ნუ, ჩემთან მოვიდნენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ უფრო აი ამ საერთაშორისო კრედიტებს, ვეძებდით აი ესეთ ბანკ საერთაშორისოს, იმიტომ რომ მე ახლა მაშინ ამაში გათვითცნობიერებული არ ვიყავი. მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მანამდე ჩვენთან ლექტორებად მუშაობდნენ ბიზნესში და ბიზნესის პროგრამებზე და გამაგებინეს რომ არსებობს აი ესეთი ოპიკის საშუალება რომ ეს ოპიკი არის საქართველოში აქვთ თბილისში რაღაც პროექტები დაწყებული და ნუ დამაკავშირეს და გაკავშირეს ამ ოპიკთან და რეალურად აი ამ ოპიკთან კავშირით და მათთან აღებული სესხით მოხდა განვითარება უნივერსიტეტის რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო მაშინ ეხლა ნახეთ ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს საერთოდ კრედიტებით და ბანკების კრედიტებით ყიდულობდით მაგრამ რატომ გვაძლევდნენ ეს ბანკები კრედიტებს აი ხანდახან არის ხოლმე რომ აი ხო შემოსალები უნდა აჩვენო რაღაც სანდოობა უნდა ქონდეს ძალიან პრიმიტიულად ადამიანები ფიქრობენ რომ ეს ქალბატონი გიulis ფაქტორთან თქვა სახელთან იყო დაკავშირებული და არ იყო ეს სინამდვილეში ასე პირიქით ბანკებს ძალიან ეშინოდა
იცინოდათ რომ ვინძლო ეხლა ხო იცით საქართველოა ეხლა თუ პრეზიდენტის დედა არის ჩართული მე თუ არ დაგვიბრუნეს ეს ანუ რეალურად არც ერთი ბანკი ჩვენ კრედიტს არ გვაძლევდა საბოლოოდ ანუ შეიძლება ითქვას რომ წინა ხელისუფლების დროსაც დიდი დალხედა იმას უნივერსიტეტს არ ქონია ხო არა რა თქმა უნდა ეხლა როგორც წარმოაჩენენ ხოლმე თითქოს არა ნუ ეხლა ეს იცით ნუ გასაგებია რა თომას აკეთებ ხო ნუ ეხლა ეს არაფერი ჩვენ ჩვეულებრივი არანაირი ესეთი განსაკუთრებული რო ვთქვათ ხელშეწყობა არ ქონია უბრალოდ გავიზარდეთ იმ ტალღაზე რომელსაც ქვია ეს ანუ იმ განვითარების პროცესში მოვყევით სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ იგივე ერთლარად გადაცემულ ქონებას და ეხლა მინდა მაგაზე მოგიყვეთ მაინც რომ ადამიანებისთვის გაჩნდეს მაგრამ სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ იგივე ერთლარად გადაცემული ქონება მათ შორის ძალიან ბევრმა ბიზნესმა მიიღო მაშინ გითხრათ ზუსტად მასეთი რაღაცის ასაშენებლად მიწები მიიღეს საშენებლად ბატონი მაშინ პრეზიდენტი იყო ძალიან ბატონი მიხეილ სააკაშვილი ძალიან დაინტერესებული ბათუმის განვითარებით გახსოვთ თქვენ კი ყველა მიცის და ნუ იქ უნდოდა არა მარტო ჩვენ კავკასიის ბიზნეს სკოლასაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო უკვე ის და მაშინ კავკასიის უნივერსიტეტს ესე იგი ჩვენ რამდენიმე უნივერსიტეტი დაგვიძახა კიდევაც და გვესაუბრა რომ ჩვენ ბათუმში ფილიალები გავგეკეთებია სხვათა შორის კავკასიამაც და გააკეთა იქ ბათუმში ფილიალი მე აღარ ვიცი ახლა რამდენი ხანი გავიდა იმის შემდეგ ხო და იმდენად უნდოდა რომ აი ჩვენ მაშინ უკვე მოვიპოვეთ ჩვენ თბილისის აი ამ შენობაზე მოვიპოვეთ ოპიკის გრანტი და პრეზიდენტს იმდენად უნდოდა რომ ეს ჩვენ ბათუმში წავსულიყავით და იქიდან გვეხარჯა რომ გვეუბნებოდა რომ იქნება აი ეს გრანტი ეს თქვენი კრედიტი ოპიკის მიერ გაცემული ბათუმში წამოიღოთ და იქ ესე იგი განავითაროთ ნუ ეს სრულიად შეუძლებელი იყო იმიტომ რომ კრედიტი უკვე მიღებული იყო 2 წელი ვიმუშავეთ ხო იქ ვერ დახარჯავდით არა ნუ ეს სრულიად აბსოლუტურად მაშინ ხელახლა უნდა 2 წელი გვეკეთებინა ეს პროექტი და ეს იყო სრულიად გამორიცხული მაგრამ ნუ ჩვენ იმისთვის რომ იცით პრეზიდენტი არ გაგვენაწყენებია ხა მე ვთვლი რომ ეს ძალიან ნორმალურია ყველა ქვეყანაში თუ არის შესაძლებლობა მათ შორის ბიზნესის თუ პრეზიდენტს აქვს გარკვეული ხედვა შეიძლება განვითარების ჩვენც გადავწყვიტეთ რომ ნუ კარგი ჯანი გავარდეს რასაც ქვია და ნუ წავალთ ამ ბათუმში რომ იქ რაღაც დავაფუძნოთ სამგებიანი აღმოჩნდა ხო ნუ ძალიან იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა იქ იყო მანამდე შავი ზღვის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა და დაგვპირდნენ რომ თუ ჩვენ იქ განვავითარებდით ეს საუნივერსიტეტო სივრცეს მაშინ აი ამ შავი ზღვის უნივერსიტეტს მაშინ მისცეს იქ რაღაცა შენობები და ჩვენ გადმოგცემდნენ მის ძველ შენობას იჯარით ნუ კარგით წავედით ავიღეთ ეს იჯარით აი წარმოიდგინეთ რომ სადღაც თებერვალი მარტი არის ესე თუ არ ვცდები დაახლოებით და იჯარით ავიღეთ ეს შენობა და დავიწყეთ რემონტი იმიტომ რომ იქ შავი ზღვის უნივერსიტეტი რო გადავიდა იქ საშინელ მდგომარეობაში გაშავებული იყო იატაკები უბრალოდ ისინი დიდი ხანი ხმარობდნენ ამ შენობებს ფუნდამენტური ეს ის ადგილი ეს საცხა იუჯის სკოლაა თუ სხვა ადგილას იყო არა იუჯის სკოლა ახლა სხვა ადგილას არის ხო და ფუნდამენტური ესე იგი ის ჭირდებოდა რა განახლება და ძალიან დიდი ფული დავხარჯეთ ამის განახლებაში და სექტემბრიდან ვფიქრობთ უკვე რომ სტუდენტი მივიღოთ და გვაქვს უკვე წარმოიდგინეთ რომ უკვე ის უნდა მივიღოთ ეს სტუდენტები და ამ დროს ვიღაცა აი მართლა ეს იყო სრული გამოგონებელი ამ დროს სადღაც ის არის რა რამდენიმე თვე იქ რო ვარემონტე ივნისში ალბათ ან ივლისში ხა ზუსტად აღარც მახსოვს უცბად ზარია და ვიღაცა მეუბნება რომ იცით რა ჩვენ თქვენი შენობა ვიყიდეთ ბათუმში და ეხლა მოვდივართ რომ აი რაღაცა ნახოთ რა ხდება არა საბოლოოდ ანუ უკვე კარგად გარემონტებული ფურდახარჯული შენობა გაიყიდა ხო ისე რომ არ იცოდით იმიტომ რომ ეს იყო იჯარით აღებული ჩვენ ხო იჯარით მოგცეს და იჯარით მოგცეს როგორც ჩანს მე მაშინ ხო გახსოვთ სახელმწიფო ძალიან ჩქარობდა რაღაც უკეთესი პროექტები უკეთესი შენობები და ნუ ვიღაცამ ესე იგი აჩვენა რომ აი ამ შენობის ადგილზე რაღაცა გრანდიოზულს დადგამდა და ნუ ეს ორბიჯ ჯგუფმა დადგა სწორედ დიდი შენობები და ისა რა ქვია ნუ ჩვენ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩდით ეს ადამიანი რომ ჩამოვიდა ნუ მაგაზე იყო რომ მივახციეთ იმას რომ ესე იგი აი ის იმ წელს სექტემბერში რომ ბავშვები ყავდა უკვე უნდა მიგიბეხო გაზაფხულამდე გვაცლიდნენ და არ გაგვყრიდნენ მაგრამ
შენობა და ადგილი უკვე გაიყიდა. და მე იცით როგორ იყო აი შემდეგ წელს ჩვენ უკვე აი ამ იმას ვაკეთებდით სასწავლო წელს ვასრულებდით აი ამ ტრაქტორების გუგუნის და უბედურების ქვეშ ლამის კედელი უკვე გვენგრეოდა, იმიტომ რომ აი ეს აძირკველს თხრიდნენ იმ ახალი შენობების და გვეუბნებოდა ახლა ის ხალხიც მართლა თითქმის მთელი წელი წელზე ცოტა ნაკლები გველოდენ და თავდებოდა სემესტრი და უნდა წავსულიყავით. ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა ჩვენ აღმოვჩით სიტუაციაში როცა უკვე სტუდენტიც გვყავს და საერთოდ შენობაც წაიღეს. და მაშინ ჩვენ ვფიქრობდით, რომ საერთოდ შეგვეწყვიტა და სტუდენტებისთვის რეკომენდაცია მიგვეცა, რომ გადასულიყვნენ რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ან სხვაგან, უკვე ძალიან გავდიოდით. ისედაც არ გვინდოდა ეს ბათუმი და ახლა 2000 დაგვანგრევდნენ ყველაფერს, მაშინ რაღაც გვინდოდა. აღარ გვინდოდა და მაშინ შემოგთავაზეს, რომ ქალაქში, აი ახლა სადაც არის ჩვენი სკოლის შენობა, იქ ესე იგი იყო კაპეზე ქვია რა, წინასწარი დაკავების, ხო, ესეთი შენობა, წინასწარი დაკავების. და ადრეის ფუნქციონირებდა როგორც წინასწარი დაკავების შენობა და აი წინ ფლიგელში გააკეთეს იუსტიციის სახლის ტიპის, ანუ ესეთი მომსახურების ცენტრი. და იუსტიციის სახლი აი ბოთლი რომ არის ბათუმში, იქ უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. და გვითხრეს, რომ არ წავსულიყავით ამ ბათუმიდან, დავრჩენილიყავით და ესენი გადავიდოდნენ იუსტიციის იმ ბოთლში, ასე ვთქვათ, სახლი და ჩვენ აი ეს იყო სწორედ რომ ერთ ლარად, ასე ვთქვათ, შეგვპირდეთ ამის კაპეზე ერთ ლარად იყიდეთ. მაგრამ ეს იყო თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა საშინელება, საერთოდ იქიდან რა გავაკეთეთ. მაგრამ იყო ძალიან მძიმე რეგულაციები რა თვალსაზრისით. იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროს უკვე დაიწყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უკვე მძლავრად მშენებლობა, ლაპარაკი ამ ბათუმის ტექნოლოგიური, ანუ ჩვენ ორმაგ იმაში აღმოვჩნდით უბედურებაში, იმიტომ რომ თუ ესეთი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იხსნება, მაშინ ჩვენ როგორც უნივერსიტეტს იქ რაღა გვესაქმება ასეთ, ეხლა არ იყო ბათუმი იმხელა ქალაქი, რომ ეხლა 15 უნივერსიტეტი ეფუნქციონირებს, ერთი რუსთაველის სახელობის, ერთი კიდევ ტექნოლოგიური და ჩვენ იქ რაღა უნდა გვექნა. თან ამხელა ქალაქიც არ იყო როგორც დღეს არის, ხო? და იქ რაღა უნდა გვექნა, თანაც ეს შენობა წაიღეს და ის ჩვენი რემონტის ფულიც და ყველაფერი ზედდაყვა და აი ესეთ სიტუაციაში ვარ. თან მაშინ ეგ ადგილი სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურ ნაწილად არ ითვლებოდა. ეხლა კი განაშენიანება მოხდა, მაგრამ კაპეზე იყო, ხო? ეს არ იყო რაღაც ცენტრალურ ადგილას რაღაცა ისეთი. ხო და ასეთ სიტუაციაში ჩვენ უბრალოდ მაშინ ბათუმის მერი იყო ვარშალომიძე, თუ არ ვცდები და მას უბრალოდ მივწერეთ ოფიციალური წერილი, რომ იცით, აღარ გვინდა ფუნქციონირება უნივერსიტეტად, იმიტომ რომ ყველანაირი აზრი ას კარგა. უფრო უპრიანი ალბათ თუ პრეზიდენტის სურვილია რომ გააკეთოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, უპრიანი არის მაშინ მათემატიკური სკოლის დაფუძნება, რომელიც მოუმზადებს კადრს 1-2 წელი მძლავრად მოვამზადებთ უკვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის. ანუ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ჯობია ვიქცეთ მაშინ ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზად, იმიტომ რომ ახლა რაღა უნივერსიტეტი უნდა ვიყოთ, თუ აქეთ უნივერსიტეტი, იქით უნივერსიტეტი, ამდენი ხო და ამდენად ვიფიქრეთ, რომ მაშინ მოგვეცით ეს შენობა, მაშინ სასკოლო მოღვაწეობისთვის. მოიწონეს ის პროექტი, რაც ჩვენ დავწერეთ, მაგრამ იყო მძიმე ძალიან რეგულაციები, იქ მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა, იქ რაღაცა წლები უნდა ეფუნქციონირა მაგ სკოლას, საკმაოდ დიდი პერიოდი. თუ არ ვცდები, აღარ მახსოვს 10 რამდენი წელი იყო. იცით, აი ახლა ვერაფრით ვერ ვიხსენებ, რამდენი წელი იყო, რამდენი წლის არა, მგონი 4 თუ 5 წელი იყო, რომ პროფილი არ უნდა შეეცვალა. ეხლა ჩვენთვის ეს არ ქმნიდა პრობლემას. იმიტომ ჩვენ არც ვაპირებდით იმ პროფილის შეცვლას. ეხლა რა უნდა გამეკეთებია, ეხლა მე ან სკოლა, ან უნივერსიტეტი, ეხლა მეტი რა უნდა, ანუ პროფილის შეცვლას არანაირად არ ვაპირებდით, ხო? მაგრამ ძალიან მძიმე პირობები იყო რაში. ეხლა ჩვენ რომ დავხარჯეთ იმ შახინის შენობის გალამაზებაში და ფული და პრაქტიკულად რამდენიმე თვეში გაყიდეს შენობა, აი ასეთ სიტუაციაში ჩვენ დაგვიდეს ამ შენობაზე ძალიან მძიმე რეგულაციები. აი მართლაც იცით, მართალ ეხლა ჩვენი თანადამფუძნებელი უნივერსიტეტის იცით, თქვენ არის ქალბატონი გიული ალასანია და რომ არა მისი პატივისცემა. აი ასეთ მძიმე პირობებზე უბრალოდ ძალიან ძნელი იყო, ეს იყო კაბალური პირობები. რა, მე თქვენ გეტყვით რა.
ფასადის გაკეთება ზუსტად დაგვიდეს რამდენი უნდა ყოფილიყო. ანუ ეს ურტყამდა სადღაც მილიონს ეს დიზაინი ყოფილიყო. შეგნით გარეთ, ანუ რა ინვესტიცია უნდა ჩაგვეტო ჩვენ შენობაში. რაღაც თავიდანვე დადგენილი იყო. ეს თავიდანვე დადგენილი იყო, ისე რომ ეს ხა რანაირი ერთლარად გამოდიოდა, სულ არ მინდოდა. რასაც თქვენ მიყვებით, ეს ფაქტორია შეიძლება ითქვას, რომ ამ ერთლარად გადმოცულობა ქონება შექმნა ძალიან ბევრი პრობლემა. ხო, არა, ნუ ეხლა პრობლემა რანაირი იქ ჯერეთი რაღა ერთლარად იყო, როცა იმხელა თანხა ჩავათხლიშეთ იმ შენობის. რომელიც დაკარგეთ ფაქტობრივად. ესევე წაგვართვეს, ხო? ესევე წაიღეს. ხო და ნუ ელემენტარულად ის თანხა მაშინ დაებრუნებია სახელმწიფოს. საბოლოო ჯამში რასაც მაყურებელიც მიხვდება. არა, მაშინ სახელმწიფოს უნდა დაებრუნებია. იმიტომ რომ სხვათა შორის ჩვენ საიჯარო ხელშეკრულებაში გქონდა რომ 5 წლით გვაძლევდნენ იჯარი. 5 წლით გაცემული შენობა იჯარი. ერთ წელიწადში გაგაყიდეს, ხო? ერთ წელიწადში გაყიდეს, მაგრამ არა, გაყიდეს უფრო ადრე, უბრალოდ ჩვენ გვაცალეს კიდევ ერთი წელი ყოფნა. და გაყიდეს უფრო ადრე და ეს თანხა რომელიც ჩვენ იქ ჩავდებით რემონტებში, იმიტომ რომ გვეგონა რომ 5 წლით ქონდა ეს შენობა და მე ვფიქრობდით რომ მე კიდე გავაგრძელებთ შევიტან და ანუ იჯარას გავაგრძელებთ, აღმოჩნდა რომ და ფუნდამენტური რემონტი გავაკეთეთ, მაგრამ მის რაღაც ძალიან კარგი გრანიტებით და ყველა მაღალი ფასის მასალებით. რამდენიმე თვეში აუქციონში გაიყიდა და ეს თანხა მე უბრალოდ გეკითხებით, რა ვიცი, საზოგადოებასაც, რომ ეს თანხა სახელმწიფოს მაშინ არ უნდა დაებრუნებია. ლოგიკური უნდა დაებრუნებინა. ესე იგი გამოდის ისე რომ არაფერი ერთლარად სინამდვილეში არ ყოფილა ეს გესმით? ეს ერთლარად ნაწილი ჩემი აზრით უბრალოდ საზოგადოებაზე კარგად მოქმედებს, ეს ერთლარად რაღაცას ვიღაცა გაძლევს და ეს იციან კარგად განწყობა საზოგადოების და შემოგდებული რაღაც ერთგვარი. მაგრამ იცით რომ ჩვენ ხომ იცით რომ აი სასამართლოში ქონდა მაგაზე შეტანილი. წინა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად იძახდა ამ ერთლარად და ერთლარად, ხო? და საერთოდ არა ბათუმზე, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არ იყო ბათუმის სკოლაზე, საშუალო სკოლაზე, არამედ აქ იყო ლაპარაკი ყოველთვის საქართველოს უნივერსიტეტზე. ხო და ამიტომ მე შევიტანეთ სასამართლოში და სასამართლოში მიიღეს ეს საქმე, მაგრამ მე ის მოსამართლემ ესე გვითხრავითო, რომ ნუ კარგითო ეხლა ესო პოლიტიკოსებსო ახასიათებთო, ნუ სხვადასხვა მომენტებშიო ესეთი არა, აი ესეთი რაღაცა აი ესე გამოყენება ესეთი ფრაზების და ნუ ესო პოლიტიკოს და მეორედ ხო შეიძლება არც ცოდნოდაო, მან და თვითონ არისო მსხვერპლი ისი რა ქვია პროპაგანდის და ნუ გავრცელებული აზრის. კარგით. ნუ და გავჩერდით მე ხო? მაგრამ ცოტა ხანი გავიდა და იმ ჟამინდელმა პრემიერმა ისე ვიხმარა ეს რომ აი ერთლარად და მე მაშინ კიდე შევიტანეთ და უთხარით კაცო იმ მოსამართლეს რომ კი მაგრამ კაცო ერთხელ არიწოდა და ნუ ეხა რამდენჯერ აღარ იცის. აქ ჩვენ შეგვიძლია უკვე მაგრამ იცით რა გვითხრეს? აი მეორეჯერ რომ შევიტანეთ აღარ მიიღეს. აღარ მიიღეს საერთოდ სასამართლომ განხილვაში აღარ მიიღო. ნუ აქ პრინციპში მე ვფიქრობ დისკუსია ზედმეტია, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას და ტელემაყურებელსაც უნდა აუხსნათ უბრალოდ ჩვენს მაყურებელს. მე ტელევიზიაზე გადავერთე, ხა ნამუშევრობა მაინც რომ მუშაობდი მეტყობა. ჩემს მაყურებელს უნდა მივმართო, რომ პრინციპში ჩვენ ყველა ვაკვირდებით იმას, რომ არანაირი ერთლარად შეძენილი შენობა არ ყოფილა და ესე რაღაც პროპაგანდის ნაწილი. და ასეთ რაღაცებს ხშირად ჩვენ ხვდებით ხომ არა მარტო ინსტიტუციებზე ზოგადად, არამედ ადამიანებზეც კი, როდესაც ხოდაშორის ძალიან კარგი ამბავია ერთი, ხშირად ვიხსენებ ხოლმე, ერთ-ერთ აქციაზე, როდესაც მივიყავი მე რაღაცაზე თქვი არ მახსოვს რა, რომ ეგეთი გამოთქმა ხო არსებობს მე თქვი, რომ თუ მე არ ვიქნები ქვაქვაზე ნუ დარჩენილა, ხო არსებობს მეთქი ასეთი გამოთქმა რა. ხო და ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ აი ეს მოაჭრა თავი რომ ხო არსებობს ეგეთი გამოთქმა და ამ დროს გამოდის რომ ვიდეოდეს რომ ვიტო მე ვამბობ რომ თუ მე არ ვიქნები ქვაქვაზე არ დარჩენილა. ხო და ამ დროს მე უნდა ადგე და თავი იმართლო რაღაც ერთლარად თუ არ იყიდე რაღაც ეს არ მithქვამს და შემდეგ და შემდეგ. აი ჩემთვის ისეთი გაუგებარია, იმიტომ რომ ჩემი ღრმარწმენით რა ვიცი გიორგი მე ძველი ადამიანი ვარ. ძველი, მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ, ძველი, მაგრამ თანამედროვე მოაზროვნე. 73 წელში გადავედი და იცით, ჩემთვის არის ისეთი გაუგებარი, აი ესეთი ხრიკები, რაღაცის მოჭრა, საგანგებოდ რაღაციდან რაღაცის გამოყვანა, ანუ ეს ისეთი არაპატიოსნებაა. ძალიან, ეს ყველაზე საკვირველი რა არიცით, გიორგი? ეს საზოგადოების დაპირისპირებასთან ძალიან ბევრი რამე სიჭრევს. ყველაზე საკვირველი არის, რომ
აი ეს ადამიანები, რომელიც ამას აკეთებენ, მეორე წუთში წავლენ ეკლესიაში, პირჯვარს იწერენ და რაც ყველაზე მთავარია, მარხვას იცავენ. და აი ამის გამკეთებელ ადამიანს რაღა მარხვა უნდა დაიცვა სხვადასხვა აი თქვენს აი ამ თქვენს რა თქმა უნდა მაგრამ თქვენს ამ ვთქვათ ნათქვამში ეჭვი რო არავის შეეპაროს მე რატო არ მეპარება ეჭვი იცი თქვენს ნათქვამში იმიტომ რომ თქვენს შვილებს ვისაც რამდენი სამი შვილი გყავთ ორს ვიცნობ ძალიან კარგად მესამეს ნაკლებად მაგრამ ორივე აი კოკაც და კატოც არიან ზესამართლიანები და არ შეიძლება ადამიანი იყო ასეთი, როდესაც ვინც გაგზარდა ის არ არის ასეთი, ხო? ამიტომ თქვენგან ამ სიტყვებს ვიღებ, იმიტომ რომ აი შვილები გყავთ, აი საოცრად სამართლიანი და აი თუ დაიჯერებთ როგორც გინდათ საუკეთესო მეგობრები დავკარგე ამ უნივერსიტეტის შენების პერიოდში. და რატომ? იმიტომ რომ აბსოლუტურად დაცლილი იყო უნივერსიტეტი ყოველგვარი nepotizmisგან, ყოველგვარი ესე იგი ვიღაცის დახმარებიდან, ვთქვათ, იმიტომ რომ მეგობრის შვილია ანათესავია. ესეთ ახლო ნათესავები. სწავლის ნაწილშიც. სწავლის ნაწილში ვამბობ ზუსტათაც, იმიტომ რომ მათ შორის ვიცი ესეთი ფაქტი საკუთარ ძმისშვილთან დაკავშირებითაც გქონდათ, ხო, ასეთი როდესაც არაერის პირიქით უფრო კაცრად მოეკეცით როგორც იცი. იცით და ძალიან ახლო მეგობრები დამეკარგენ. ანუ საერთოდ კი მე ვთვლი ახლა რომ ახლა თუ ახლო მეგობარია ისიც უნდა გიცნობდეს და არც უნდა გთხოვოთ ეგეთი რამ. არ უნდა გთხოვოთ, იმიტომ რომ ახლა ჩემთვის ჩემგან ესეთი რამის მოთხოვნა თუ ადამიანი ახლოა შენთან ეს იმდენად მძიმე რამეა რომ არ ვიცი ახლა მე რატომ არ უნდა ვთხოვ იმიტომ რომ სხვანაირი არა ვარ ესეთი ტიპი არც არავის არასოდეს არ მოვთხოვ რაღაცა წესი დაარღვიოს ჩემი შვილის ან შვილიშვილის გამო და არც სხვანუ მეთქვის მე ამას არა მაგრამ ძალიან პატივცემული ადამიანები მოსულან არ მინდა ახლა რასაჭიროა გვარები ძალიან პატივცემულ მე აი ახლა ესევე ვიტყვი რომ არასოდეს ეს არ ყოფილა ხელისუფლებიდან მაგრამ საზოგადოების წარმომადგენლები ხანგრძლივად მუშაობდი სანამ ამ უნივერსიტეტის შენობას დავიწყებდი მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდი ნუ იქიდან ადამიანები რომლებსაც პატივს ვცემდი და ნუ ესეთი ადამიანები მოსულან რაღაცა ნიშნის სათხოვნად და რაღაცა აი სისულელეებზე ან როგორ უნდა შეაწუხო ადამიანი აი ამისთვის ხო მაგრამ ალბათ ეგეთ რამებზე რომ დაწასულიყავი ქავტომანა არ ვერ შექმნით ამ ხელა რაღაცას ალბათ რა ხო არა რა თქმა უნდა ნუ რა ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში ეს იმდენად იმიტომ გეუბნები რომ აი ჩემთვის ეს იმდენად მიუღებელია რაც ხდება ზოგადად პოლიტიკაში საერთოდ და ამას ამბობენ რომ აი პოლიტიკა ნუ ბინძური რამ არის ნუ არა ჩემი გაგებით ესე არ არის ანუ ადამიანები აბინძურებენ რა თქმა უნდა ესე იგი პოლიტიკას ბინძურად აქცევენ ბინძური ადამიანები იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ვართ საზოგადოება ქართული საზოგადოება და თუ ჩვენ ვინმე გვატყუებს ან რაღაცაში გვაცურებს ნუ ის როგორ კადრულობს და ჩვენ როგორ გვაკადრებს ცით აი მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება საერთოდ შენ როცა ერთთან გაქვს თელ საზოგადოებასთან გაქვს საქმე მე აბსოლუტურად შორს ავარ ახლა იმისგან რომ ვიძახო რომ თქვათ ეს ხელისუფლება თუ ის ხელისუფლება იცით ზოგადად ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება განსაზღვროს მაინც ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება ხელისუფლებები როგორ იქნებიან ერთი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლებები არიან მონეტის სხვადასხვა მხარე სინამდვილეში თუ რამე ბინძური ხდება ეს ჩვენშია ანუ ეს ჩვენი საზოგადოება კადრულობს ამას აი როდესაც ვლაპარაკობთ რომ ლაპარაკობთ არჩევნების გაყალბებაზე ეს მესმის ზვიად გამსახურდიას დროიდან ხო ნუ ესე იგი გესმით თქვენ არა და უკრაინაში მის დღემში არ ყალბდებოდა ეს არჩევნები და ესე იგი ის საზოგადოება ამას არც თავს აკადრებდა გესმით ესე იგი ჩვენ ამას ვაკადრებთ საკუთარ თავს
თავს და საზოგადოებას. აი აქამდე ვერ ავმაღლდით, რომ ესეთი ელემენტარული რაღაცა, როგორიც არის პატივისცემა ადამიანის იმდენად და ეს სხვათა შორის იცით ყველა მხარეს ეკუთვნის, იმიტომ რომ ისეთი ამბიციური ადამიანები არიან, როგორც ჩანს ეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ ფიქრობენ, რომ არა მე ვიცი რა, ყველაზე კარგად იმ ხალხს რა ეკითხება, იმან როგორ უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით, მე ვიცი როგორ არის უკეთესი. გესმით თქვენ? მე ვიცი რა უნდა ხალხს. რა უნდა ხალხს? ეს გამაოგნებელი. ეს გამაოგნებელი, უბრალოდ გამაოგნებელი ხალხო. აი ცოტა დაუკვირდეთ რაზეა ლაპარაკი. ვინ დგას უფრო მაღლა ვიდრე ქართველი ხალხი? ამისთვის როგორ შეიძლება ქართულ ხალხს ვაკადროთ გაყალბება რამეში? ან მოვატყუოთ, ან არასწორი ისტორიების, ნებისმიერი რამე, ციტაი ფრაზით, ხო? აი თუნდაც ის როცა ვიძახით, რომ ერთლარად, ხო? ნუ ეხლა ბოლოს და ბოლოს ესეც ხომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და რატომ ვკადრულობთ ესეთ რაღაცას? ბევრს აუღია ქონება, რომელზეც არაფერი გაუკეთებია სხვათა შორის და ის ქონება ისე. და იმათზე სხვათა შორის არავინ არ ლაპარაკობს. რატომღაც? მე ვფიქრობ მაგაზე ნაკლებად ნოვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთლარად ქონება არ ყოფილა, ამაში დამერწმუნდეთ, ამის სიტყვა ნუ აი მე თქვენ მოგიყევით ის ერთლარად ბათუმის შენობის ამბავი პროპაგანდის ნაწილია ეს კაპეზეს ამბავი რომელიც ჩვენ შორის ერთ-ერთ ახალგაზრდას ვკითხე რამოდენიმე ხნის წინ და აბარებ თქო და კი მოთხარ საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბარე მეთქი მეუთხარი სტუდენტ შევხვდა ერთად ოჯახში და მითხარ რომ არაო და რატომ მეთქი მეუთხარი იმიტომ რომ მათ სწავლა სითხოვენო ხო და ეს არ არის მარტო ის რასაც ახლა თქვენ ამბობთ რეალურად მართლა ასია რომ ნუ ვიღაც ვისაც სწავლა უნდა რეალურად აბარებს საქართველოს უნივერსიტეტში ეს ძალიან კარგია და ეს არის მართლა იმის დამსახურებას თქვენ ამბობთ რომ რაღაც უკომპრომისო ბრძანდებით რაღაცების მიმართ ხო მათ შორის საკუთარი ძმისშვილის მიმართ თქვენი ძმისშვილი ვახსენე და თქვა ნათესავი თუ რაღაც ამიშოვება აქვს იმიტომ რომ ესეც არ მესმის გიორგი ესეც ხომ კადრება არის საზოგადოების გესმით თქვენ. როდესაც თქვენ ნიშანს უწერთ სტუდენტს, რომელმაც ის არ დაიმსახურა. და საშინელებაა, ხო? ხო, ეს საშინელებაა. სხვა სტუდენტს სხვა ხვარი და იმის წინაშე რაღაცა ის საზოგადოების ერის ღალატია, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ რომ მე ესენი დაამთავრებენ ერთნაირი ქულებით. მე ამ შეიძლება უცოდინარს აღმოაჩნდეს მეტი მფარველობა და აი რაღაცა პროგრამა აღმოჩნდება და ამათ ეკნებათ ერთნაირი ქულები და იმას გაუშვებენ, იმიტომ რომ თქვა პატრონი ყავს, მაგრამ ქულები რო არ ქონოდათ ერთნაირი, მაშინ შეიძლება უფრო გაჭირებოდათ, იმიტომ რომ ხა ამას თუ ბევრად დაბალი ქულები ექნება, როგორ გაუშვებ პროგრამაში, ხო ჩანს ეს რამდენი ქულებია. ანუ შენ პირდაპირ ანგრევს საზოგადოებას ამით. ეს ამის დაშვება როგორ შეიძლება და როდესაც ჩვენი საზოგადოების აი დეპუტატები და სხვა წარმომადგენლები ყველა ხელისუფლებაში ამას კადრულობენ ეს არის იცით უკადრებელი უკადრებელი აბსოლუტურად გეთანხმებით ნამდვილად უკადრებელი და ეხლა სხვათა შორის მე თავიდან ვახსენე კიდევაც რომ ჩვენ კიდე გვექნება რაღაც სხვადასხვა თემებზე სხვა გადაცემებში საუბარი აუცილებლად ძალიან ბევრია სასაუბრო მაგრამ დღეს ძალიან მინდა შევეხო ქართველოლოგიის ცენტრს იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად და მე მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მანდ ვთქვათ, ჩვენი დეპარტამენტი გვაქვს უკვე ტრადიციული ხელოვნების, სადაც ძალიან საინტერესო კვლევებს ვიწყებთ მუსიკის ქორეოგრაფიის მიმართულებით და ნელ-ნელა ვერ ყვევი მეც ახლა ამ სიტუაციებში და აღმოვაჩინე რომ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ამ ქართველოლოგიის ცენტრში. მე და მინდა აღვნიშნო მაყურებელსაც უნდა უთხრა, აი ერთ-ერთი კარგი თავის გლობალურად ის რომ ჩამოყალიბდა უნივერსიტეტი ამას დიდი დამსახურება გაქვთ თქვენ, მაგრამ ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ კიდე ქართველოლოგიის ცენტრით. და მე მინდა მითხრათ თქვენ რატომ გააკეთეთ ეს პირველ რიგში, რა იყო მთავარი, რა გინდოდათ რომ გააკეთებინათ და ზოგადად აი რა უნდა აკეთოს ზოგადად და რას აკეთებს ქართველოლოგიის ცენტრი. რისთვის გააკეთეთ მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ. იცით, ნუ ჯერ ერთი იმ თავითვე მე უბრალოდ ამისთვის არ მეცალა. და როდესაც უკვე დავრჩი დამფუძნებლად პრეზიდენტად და რექტორობა გადაულოცეთ კონსტანტინე თოფურიას, მაშინ მე უფრო ბევრი დრო დამრჩა იმისთვის, რომ ჩემი სპეციალობისთვის მიმეხედა, ისტორიისთვის მიმეხედა, ქართველოლოგიისთვის მიმეხედა და ნუ აი ამ ფონზე გადავწყვიტე, რომ ესეთი ცენტრი შემექმნა. იმიტომ რომ საკმაოდ სოლიდური ცენტრია თავისი თანამშრომლებით ისეთი, რა არის ორ-სამ კაციანი რაღაცა არ არის. არა, ძალიან სოლიდური ცენტრია და უფრო მეტიც ჩვენ ახლა აი მე თქვენ გეტყვით
ელემენტარულად გარდა იმ გამოცემებისა, რაც გავაკეთეთ ხო, რაც თქვათ შიგთავსია ჩვენი მოღვაწეობის. გარდა ამისა არის გარეგნული მომენტები. ახლა მთლად არა გარეგნული, მაგრამ მაინც რა. აი ქართველოლოგიის ცენტრები ზოგადად ევროპაშიც არსად არ არსებობდა. არსებობდა თქვენ იცით რომ არსებობდა ესეთი კავკასიოლოგია და კავკასიოლოგიის შიგნით იყო რაღაცა ქართველოლოგიისთვის გამოყოფილი. მაგრამ ასეთიც იყო სულ ორი უნივერსიტეტი, ფრანკფურტის და იმაში ლუვენის. და ორივეში კვდებოდა ეს ამბავი. რატომ? იმიტომ რომ ევროპაშიც ახლა შემცირდა სახელმწიფო საჯარო უნივერსიტეტებია და იქ მცირდებოდა ხურავდნენ პროგრამებს, რომლებსაც არ ქონდა დიდი მოგება და ახლა ქართველოლოგიის პროგრამას რა მოგება უნდა ქონოდა? არც ერქვა ესე ქართველოლოგია, მაგრამ საერთოდ რაც იყო, იმასაც ემუქრებოდა ყველანაირი მოჭრა და დახურვა. კარგია ეს რომ ზოგადად ახლა კარგია რომ ამას პირველად უყვები ეს არც მომიყოლია მართალი გითხრათ. ძალიან კარგია. და აი ამ ფონზე ჩვენ მოგვაკითხა ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური აი ამ პროგრამის რუსთველოლოგიური კაბინეტის გამგემდა გთხოვა რომ აი დიდი ხანიაო დავდივარო ვითხოვო რაღაცა დაფინანსებებსო და ვერაფერი ვერ გავხდი და აი იხურება ესეთი ცნობილი ფრანკფურტში კარგი ბიბლიოთეკაა სხვათა შორის ძალიან ქართველოლოგიური და იქ აი კავკასიოლოგიის შიგნით ეს ქართველოლოგია საერთოდ ესე იგი რაშია საქმე იცით ამ ქალბატონზე მანდესი არის იცით გერმანიაში არის Arbeitsplätze ან სამუშაო ადგილი აი პროფესორი არის სამუშაო ადგილი რა თემატიკაშიც მუშაობს ეს ახლა რუსთველოლოგიაში მუშაობდა და აი ამ მიმართულებით იყო ეს სამუშაო ადგილი მაგრამ მას ერთ წელიწადში ემუქრებოდა პენსიაზე გასვლა. პენსიაზე გავიდოდა და ეს უკვე კონკურსი გამოცხადდებოდა, შეიძლება სინოლოგი მიეღოთ. ვიღაცას მიიღებდა ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არა ქართველოლოგს, იმიტომ ქართველოლოგია უქმდებოდა როგორც ასეთი და ამიტომ იქ ქართველოლოგიაზე ლაპარაკიც აღარ იყო. მაშინ საგანგებოდ ჩავედი ფრანკფურტში და იქ ვესაუბრე აი ამ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შიგნით იყო ეს კავკასიოლოგია და აი ამ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს და აღმოჩნდა იცით საუბარში რომ როგორ შეიძლება მეთქი როცა ახლა საუბარი გქონდა იმაზე რომ აი რა შეიძლება ვქნათ რომ აიც გადავარჩინოთ თქვათ ეს მიმართულება მითხრა რომ შეიძლება იყოს ესე იგი გვაქვს ბასკურ პროგრამაზეო და ლიტვურ პროგრამაზეო. როცა ლიტვის სახელმწიფო და ბასკეთი თვითონ აფინანსებენ აი ამ Arbeitsplätze-ს, ანუ იმ სამუშაო ადგილს იხდის ის ქვეყანა და ყავთ იქ ბასკოლოგი და ლიტვოლოგი და ისინი მუშაობენ. მე ახლა გავერკვიე, მკითხე, რა არის აი ამ ფასი ამისი. ეს იყო რაღაცა 6,000 евро ყოველთვიურად და იქ რაღაც დარიცხვებით იმით ცოტა მეტიც გამოდიოდა. ხო და ყოველთვიური გაამრავლეთ ახლა წელიწადში 12 თვე, ხო? და მაშინ უთხარი რომ მივიფიქრე რომ ახლა ეს არ არის მარტივი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნივერსიტეტს ამის აწევა შეუძლია. რაღაცა პერიოდი საჭირო იყო შეხიდება. გესმით, იმიტომ რომ როდესაც მოიპოვებ ისევ ამ ადგილს, მერე ის პიროვნება, მეცნიერი, რომელიც იქ დაიწყებს მუშაობას, ის გრანტებზე შეიტანს, რაღაცა გრანტებს გააკეთებს და მერე უკვე მას გაუადვილდება თვითონ ფრანკფურტის შიგნით უკვე არსებობა. ჩვენს გარეშეც. და მე უთხარი რომ მაშინ ჩვენ დავაფინანსებთ მეთქი უნივერსიტეტი, წელიწადში ხა ერთიანად არა, მაგრამ გაყოფილად გადმოგიგზავნით ამ ადამიანის ხელფასს. აი ამის შემდეგ მე და იმ ქალბატონმა ერთად ჩავატარეთ კონკურსი ქართველოლოგიის ადგილის ასაყვანად და თანაც უთხარი რომ რადგანაც უკვე ჩვენ ვაფინანსებთ მეთქი არავით არის კავკასიოლოგია. ქართველოლოგია იქნება ცალკე დაფუძნებული. და დიახ, ჩვენ ეს პირველი შემთხვევა საერთოდ ჩათვალეთ, რომ ეს საერთოდ პირველი შემთხვევა ევროპაში ყველგან მიტმასნული იყო კავკასიოლოგიას. და
პირველად საინტერესო ამბავია. პირველად ესე იგი დავაფუძნეთ ფრანკფურტის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ცოდნეობაში ქართლოლოგიური ცენტრი, სადაც ავიყვანეთ ერთობლივად მე და იმ დირექტორმა ერთობლივად მე აქ შემთხვევაში გამოვიდიოდი როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ქართლოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და იმ ჩვენმა ქართლოლოგიის ინსტიტუტმა ჩემი სახით და იმ ქალბატონმა ერთობლივი კონკურსი ვაწარმოეთ მე ონლაინ ვაწარმოებდი და ის ცოცხლად ერთობლივად მთელი დღე ვიჯექით და უამრავი სხვათა შორის ბევრი იყო კანდიდატი მსურველი და ავიყვანეთ ბოლო შევარჩიეთ ქალბატონი ძალიან კარგი რომელიც აი ძალიან ბევრი პარამეტრით გვაყოფილდა არა ქართველი მაგრამ იქ ბავშვობიდან იქ მოღვაწე ქართველოლოგი ანუ ისა PhD ანუ ყველანაირად დიჯიტალ იმაში მომუშავე ქართველოლოგიაში რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში და ავიყვანეთ აი უკვე 1 წელი გავიდა ქალბატონმა ძალიან ბევრი მიმართულებით იმუშავა ძალიან მნიშვნელოვანი გრანტები აიღო და უნდა გითხრათ რომ დღესდღეობით გაიხსნა სამაგისტრო პროგრამა ქართველოლოგიაში ფრანკფურტის უნივერსიტეტში. საოცარი ამბავია. ეს არის ხო მაგარია რა. ძალიან მაგარია. ხო და სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ ბატონი ზვიად გაბისონია დღეს ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე ძალიან აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული. მაშინ აქ მუშაობდა ის მეცნიერებას კურირებდა და ამ საკითხებში იყო ძალიან აქტიურად ჩართული, ძალიან გულშემატკივრობდა აი ამ ცენტრის დაფუძნებას და რა თქმა უნდა მე აქედან მადლობას უხდი მას, იმიტომ რომ მისი გულისხმევაც მნიშვნელოვანი დევს იმაში, რომ ჩვენ ფრანკფურტის უნივერსიტეტში შევინარჩუნეთ. კარგ საქმეებში მადლობებს ვიხდით როგორც წესი. შევინარჩუნეთ ქართველოლოგია შევინარჩუნეთ და არათუ შევინარჩუნეთ. ეს ძალიან მაგარი, არ ვიცოდი ეს პირველად. ცენტრი, ქართველოლოგიური ცენტრი გავხსენით, რომელიც არასოდეს მანამდე არ იყო და რაც იყო, ისიც იყო კავკასიოლოგიაში. და დღეს უკვე სამაგისტრო პროგრამაც ამუშავდა ქართველოლოგიური და რეალურად ჩემის აზრით მე მგონი ეს ძალიან დიდი წარმატებაა რა თქმა უნდა ახლა მე მარტო ჩემ თავზე არ მივიწერ გეუბნებით ამაში ბატონი ზვიად გაბისონიაც იყო ჩართული და მე მგონი ერთლარად არ გაგიხსნიათ ხო ისიც არა ერთლარად არა ხო არა ხო, ეხა რაც შეიძლება სუბტად ხელზე რომ აიღოს პროფესორმა მარტო ხელზე დაკვითების და ყველაფრის გარეშე სუბტად ხელზე ასაღები თანხა 6,000 ევროა თვიური. შესაბამისად შეგიძლიათ ანგარიშოთ იქ რა დაჯდა ყველაფერი თავისი კიდევ ცენტრის მოწყობით და ასე შემდგომ. ნარწმუნებულიო რომ ეს არ არის ისე რომ ერთი ლარი არ არის. რაც შეეხება გამოცემებს მე ვისაუბრებ შემდეგ გადაცემებში ამ ცენტრის გამოცემებს, მაგრამ ხელმისაწვდომობა გამოცემების როგორ არის? მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო გამოცემებია. სანამ გამოცემებზე ვისაუბრებთ, ბატონ გიორგი, აი ახლა რადგანაც ესეთ მნიშვნელოვან, აი ძალიან ეპოქალურ რაღაცებს შევეხეთ, მინდა ერთი ეპოქალური საკითხი გავაჟღე, რომ ეს არის დარჩილის საფლავის აღმოჩენა. ხო, ეს აუცილებლად. რეალურად ეს არის, იცით, ეს არის გადატრიალება საქართველოს საქართველოს ისტორიაში გადატრიალება ნამდვილი ესეთი იკვლევა მანამდე იცით ისტორიის წყაროების და არქეოლოგიის ერთობლივი მუშაობით არასოდეს ჩატარებულა და ეს არის ვინ არის ეს დარჩილი არის ვახტანგ გორგასლის ვაჟი ქართლის მეფე დარჩილი რომელიც 565 წლებში მოღვაწეობდა, მაგრამ მას ძირითადი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში გატარებული, იმიტომ ის გაძევებული იყო და იქ ბიზანტიასთან ერთად ირანს ებრძოდა და წყაროების მონაცემებით და არქეოლოგებთან ერთად ერთობლივი მუშაობით, აი საქართველოს უნივერსიტეტის ქართოლოგიის ინსტიტუტმა და რა თქმა უნდა აღნიშნო ბატონი მეუფე დავითის ალავერდელის უდიდესი ღვაწლი და გულისხმება, იმიტომ რომ არა მისი მონდომება, ჩვენი უბრალოდ ტერიტორიაზეც კი ვერ შევიდოდით, იმიტომ ეს ნოტკორას ტაძარი ეს არის ალავერდის ესე იგი მის იურისდიქციაში და გაითხარა მე-6 საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარი, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ დარჩილის
სამარხი, ეთქვით საიდან იცითო, ჩვენ ვიცით წყაროებით, რომ ის იყო დამარხული ნოთკორაში, რომ ის იყო მას ესე იგი იქ მთელი რიგი წყაროების ეს ფაქტები კი ვითომ არის მოგვიანო მერვე საუკუნის არჩილზე, მაგრამ იქ მოხდა ესეც მოხდა, რომ ეს ქრონიკა ჩადეს, როგორც ლეონტიმ, როგორც გითხარით ამას წინათ შუშანიკის წამება ჩადო არასწორად, ეს ამბავიც ჩადო არასწორად და მივიღეთ მერვე საუკუნეში, ამ სინამდვილეში მას მოკვეთეს თავი სარწმუნოების გამო, რომ და რატომ, იმიტომ რომ ეს იყო, ესენი არიან ირანული წარმომავლობის დინასტია, ხოსროიანები ანუ სასანიანები და სპარსეთი მათ სწორედ ამაზე დავებოდა. ეხლა ჩვეულებრივ კი არ კვეთდნენ ყველას თავებს, რომ გინდა თუ არა მაზდიანობაზე გადმოდიო, მაგრამ ბუნებით, ანუ წარმოშობით, გენეტიკით რომ იყვნენ მაზდიანები, იმას თხოვდნენ, რომ გადასულიყო, რომ არ ყოფილიყო ქრისტიანობაზე გადასული და მას მოკვეთეს თავი და ზუსტად თავმოკვეთილი ადამიანის გრანდიოზული ეკლესიის ცენტრში, ცენტრალურ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო კიდევაც მეფე დამარხული, თავი ცალკე, ტანი ცალკე, ეს არის მართლა გრანდიოზული ამბავი და ზუსტად მე გავაგზავნეთ ჩვენ ეს დათარიღებაზე და ყველა ეს ნაწილი, რომელიც იქ იყო თავის კბილების, ასე შემდგომ, ყველაფერი დათარიღდა. და აი ამ ყველაფრის ესეც უნდა აღნიშნოს 555 წლების შუალედში. ხო, და ეს ყველაფერი ხო ერთი ლარი არ ჯდება, ანუ ძალიან ბევრი ღირს, ხო, აი ეს ყველაფერი ჩამოვა. და აბა ეს არქეოლოგიას ვინ აფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტი იყო. ხო, და ეს არის აბსოლუტურად თქვენი დაფინანსებით, ხო? ეხლა იქ არჩევის კვლევის ხარჯები, გამგზავნის ლაბორატორიები. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის. ანუ შეიძლება ვქოთ ამდენ რამეს ფლად 5 ლარად გაკეთებთ, რას დავითვალე ახლა? ლარი შენობა, ლარი ექსპედიციები, ლარი. არა, ზოგიერთ 50 თეთრად ვაკეთებთ და ამიტომ მეტი გამოდის. მეტი ხო. ზაგაია. ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლის ში არსებული არქეოლოგიური დეპარტამენტის და ჩვენ ქართველოლოგიურ ცენტრში არსებული არქეოლოგიური დეპარტამენტის ერთობლივი ნამუშევარი, ანუ აქ მუშაობდა საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ინსტიტუტი, აი ესენი ერთობლივად მუშაობდნენ. კი, ხოდაშორის ამ თემას მე გავშლი ერთ ჩემ გადაცემაში მოვიწვევს არქეოლოგებს, ჩვენ არქეოლოგებს. კიდევ, ესე იგი საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური დეპარტამენტი, ქართველოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგიური დეპარტამენტი და პლუს დიდი მადლობას ეხლავე მოვახსენებ და აქტიურად იყო ჩართული თელავის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი, რომლებსაც ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ბუნებრივია ვაფინანსებდით, ანუ ისინი ხელფასებს იღებდნენ ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ხო, ეს რა თქმა უნდა მე ამ არქეოლოგიის ნაწილს კიდე გავშლის ხო გადაცემებში და სტუმრებსაც მოვიწვევ ჩვენს არქეოლოგებს და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. ეს არ ვიცი, ნახეთ თუ არა ეს თომა ჩაგელიშვილის არმინახია, მაგრამ ბევრმა ნახა, მაგრამ ეს იცით რა არის, აი თქვენ გაგაჟრიალებთ ეს როცა ეს არის გრანდიოზული აღმოჩენა, ეს არის გადატრიალება საქართველოს ისტორიაში. ეს არ ვიცი, ალბათ რაღაცა სხვა პერიოდში ესე იგი ალბათ დიდი სამხიარულო დემონსტრაციები და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებოდა ამასთან და ამის აღსანიშნავად. სხვათა შორის ხო, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ეს სიტუაციაში, რომ მაგას გააჩნია ვინ გააკეთებს. ანუ ვინ აღმოაჩენს და შესაბამისად მოყვება აღფრთოვანებებიც მერე უკვე. საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავ რომ რამეზე კი, მაგრამ მე იმაში ვარ დარწმუნებული და დასთან მე უყურავ ხანიაც გიცნობ თქვენ რომ თქვენ მაგას მაინდა-მაინც იმიტომ არ აკეთებთ რომ ვინ აღფრთოვანდეს. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეხლა რა ვიცი ზოგადად ეხლა იცი იგივე იმაში რომ ეხლა თქვენ რომ ამბობთ აი სახელმწიფო ხომ არ უნდა აკეთებდეს და რაღაცას და თქვა რატო აკეთებთ თქვენ აი ჩვენ მაგალითად 2 წლის უკან. არა, აკეთებთ არა, კარგია რომ აკეთებთ. 2 წლის უკან აი ბატონი რადიშტორდია თქვენ იცით ეს არის რადონის მხატვარი საქართველოს ძალიან მაგარი გამოცემა გააკეთეთ და ჩვენ გავაკეთეთ ესე იგი მისი იცით სამწუხაროდ მისი იუბილე უნდა შემდგარიყო მე რაღაცის გამო რაღაც სახელმწიფომ არ გააკეთა ეს იუბილე ამ სტატუსი ხوار დაწერა Facebook-ზე არასწორად არა მგონი არ ვიცი რა მოხდა მართალი გითხრათ ეხლა შეიძლება უბრალოდ არ ჩათვალე საჭიროდ მე არ ვიცი მაგრამ ჩვენ არ დავწყვიტეთ მას გული კი მე ვესწრებოდი ფანტასტიკური გამოცემა გავაკეთეთ ძალიან კარგი
საღამო, ძალიან კარგი პრეზენტაცია და რაც მთავარია წიგნი გამოვეცით. ისეთი წიგნი, რომელსაც ძალიან მაღალი ხარისხის. ძალიან მაღალი ხარისხის და მისი ყველა ნამუშევარი არის შიგნით სწორია. ყველა ნამუშევარია, ხო. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ამ გამოცემებზე ვისაუბრებთ აუცილებლად ხშირად და ამას რა თქმა უნდა ჩვენ მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმო, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ დღეს მე საზოგადოებას ამ პოდკასტისა და მივაწოდე საშუალება ინფორმაცია. აი ახლა ჩავერთო უბრალოდ რომ აი როდესაც თქვენ მოგებაზე საუბრობთ, რა მოგება უნდა მოგცეს რადიშ თორდიას ამ ძვირფასმა გამოცემამ. ის ძალიან ფინანსურად არაფერი, მაგრამ მოგებაა ის ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ კი გვაქვს უნივერსიტეტს ჩვენი გამომცემლობა და გამომცემლობა მოამზადა, მაგრამ სტამბა ჩვენი არ არის იმ დონის, რომ ესეთი დონის წიგნი გამოგვეცა და ამიტომ ჩვენ მივედით საუკეთესო სტამბაში და იქ გავაკეთეთ ეს ყველაფერი დაждდა ძალიან ძვირი მერწმუნეთ, აი ძალიან ძვირი და ნუ რა უნდა დავადოთ იმ წიგნს იმდენსაც კი ვერ დაადებ რომ თავისთავად აინაზღაუროს ლაპარაკი მოგებაზე აღარ არის. მე ხანდახან იცი რა ზაზო ვფიქრობ ხოლმე აი უსამართლობაზე ვფიქრობ და რაღაცა და აი ისეთი ადამიანები ხანდახან ვთქვათ ისვრიან ასეთ აი საშინელ რაღაცებს და იგონებენ რაღაცაებს სისულელებს რაც ჩვენ ვისაუბრეთ რომლებსაც ცხოვრებაში რაღაცა ერთი რაღაცა 10 ლარი არ გადაუხდია რაღაცა ეროვნული რაღაცის დაფინანსებისთვის. მე ხათაშორის ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი რო ვიყავი და ფეხით რო დავდივოდი მე და ჩემი მეგობრები თბილისში სარეპეტიციოდ, იმიტომ რომ ფული არ გქონდა 90-იან წლებში. და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანს ვიღაცებს ჰქონდათ ფული და მაშინ რომ მივიდიოდით და ვეუნებოდით რომ აი რაღაცა ძალიან ბევრი ფული რო ქონათ ხალხს რა, მოპარული თუ რაც იყო რა ვიცი. რომ აი ეს ახალგაზრდა ბიჭები ვართ და ქართულ სიმღერას ვღერით და რაღაც მოგვეხმარეთ, ჩოხა შეგვიკერეთ, რაღაცა გავიკეთეთ და რამდენი ადამიანისგან გამოვდიოდი აი ესე გაწმილებული, რომ აი ჩოხის შესაკერფურსაც კი არ გაძლევდნენ რა. ეს არის უცნაურობა რა. ხო და აი ამის მერე აი ასეთი ადამიანები გამოდიან და რაღაცა სისულელეებს, ანუ მოგონილ, რომ უბრალოდ რა ვიცი, ხასიათი გაგიფუჭონ, რაც იმიჯი გაგიფუჭონ, ხო? რაღაც აი არ ვიცი, ნუ წარმოუდგენელი. ხო, ეს ილია ჭავჭავაძეს აქვს, აი წერილის წერილია, პასუხი, უпростоრად პასუხი რომ არის. აი ახლა გახსოვთ ვირები ხართო, ჯორები ხართო, თუ ახლა მე შეიძლება რაღაცა მეშლებოდეს, ეს თქვენ ზრდილობას ვით ეკადრება, მაგრამ შოთამ თქვა, რაც კოკაშიც დგას, იგივე თურმე წარმოსდინდება. ნუ ეს არის რაც კოკაში დგას, იგივე თურმე წარმოსდინდება. ჩვენ ხა ბოლოსკენ მივიდივართ გადაცემის და ისი არ მინდა რომ ასე ვთქვათ, გავასრულო და აქვე პირებონა მომცეთ რომ კიდევ მოხვალთ როცა დრო გექნებათ ჩემთან სტუმრად სასაუბროთ. მე მგონი ცუდი არ იყო საუბარი. არა, მე საუბარი მიყვარს. ხო, ეს ძალიან კარგია. უნდა გითხრა. ეს ძალიან კარგია. არა, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგადად უნდა ესაუბროთ საზოგადოებას თქვენ პირადად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასე არ გამოვა საუბრის გარეშე. ხათაშორის ჩვენ მინდა აღვნიშნო ჩემო მეგობრებო და მსმენელებო, რომ ჩვენ რაღაცა ვიმკვიდრებთ თავს ჩვენი ტრადიციული შემოქმედების ჯგუფი, მე და ჩვენი მეგობრები აქ და რაღაც ახალი ოფისი გავხსენით ჩვენი, სადაც ახლა ვართ, ამის გვერდზე კიდე რაღაც ოთახებია სამუშაო პროფესორებისთვის, სადაც შემდეგ და მოგეთ იმ დღეს იყო აღნიშვნა ამ იმის, რა ქვია, ოფისის. ეს მეც რო ვიყავი, არა მგონი და ძალიან ღირსეული აღნიშვნა იყო, უნდა გითხრათ. ხო და ეხლა რა არის? რა უნდა მოუყვე ჩვენს კულვარების ამბები უნდა მოუყვე ჩვენს მსმენელებს. რომ ესე იგი ჩვენ ვიმღერეთ იქ, მე ვიყავი ოთარ კაპანაძე, მალხაზ ერქვანიძე და რამდენიმე სიმღერა. როგორ მიყვარს გიორგი, როცა მღერი ხართ ხო? უფრო ვიდრე ვლაპარაკობ, ხო? ნამდვილად უნდა გამოგიტყდე. სანამ თქვენ იტყოდით მე და გასწარით რომ უხერხურად არ გეგზოთ თავი. ხო, და იცი რა შევამჩნიე, რომ როცა სიმღერა დავიწყეთ, ცრემლები მოგადგათ. არა, უბრალოდ აგიცრემლიანდათ თვალები. და ეს იყო ძალიან შესამჩნევი და ეგრევე ბიჭებს გადავხედე და მე უთხარი რომ აი შეხედეთ მეთქი გავხდე. ხანდახან ახლა ასაკის გამო არა, აი აბსოლუტურად არ არის ასაკის გამო ეგ და ახლა მეც მომდის ხოლმე და ახლა ასაკის გამო ვერ ვიტყვი რომ მომდის. მართლა რაღაცა კარგს რომ უსმენ და რაღაცა რომ მომწოს, მეც მაქვს ხოლმე რაღაცეები ესეთი. ეს ჩვენ აი ვინც ვიყავით ჩვენ შემსრულებლები, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
მსმენელი. ანუ იმიტომ რომ აი როდესაც მღერი, ეხლა ვინც არა გამოცდილის ვერ მიხვდება ამას, მაგრამ აი როდესაც მღერი და მე ვხედავ საზოგადოების განწყობას აი სიმღერის მიმართ, უფრო მეტი ძალა მეძლევა და უფრო ისეთი ვარ რა, მოტივირებული ვარ შესრულების დროს. და თქვენ ეს მოტივაცია მოგვეცით ჩვენ ძალიან და ვთქვი რომ რაღაც აი როგორი თვალები აქვს, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არ არის ასაკი. და მე მინდა კითხო თქვენ ოჯახზე. და რატო ახსენებ ოჯახს? იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის რომ აი ოჯახში როცა ადამიანები იზრდებიან, აი ეროვნული მუხტი ხო ოჯახიდან მიიღონ. მათ შორის სიმღერაც მოისმინონ, მათ შორის ისტორიაც მოისმინონ, აი ბავშვის აღზრდის დროს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ სხვათა შორის ერთობლივად ჩამოყალიბებული გვაქვს ტრადიციული ხელოვნების სკოლა, სადაც ბავშვებს სიმღერებს ვასწავლით და გალობას, ხო? ხო და ასე რომ უნივერსიტეტში აქ ისინი არ არიან მარტო, რა ქვია, ქვეყნის გადამგდებები თუ რა მოგენ? არა მგონია ასე ვინმე ფიქრობდეს, მაგრამ ხო, აქ სიმღერას და გალობას ვასწავლით, რო ვიცოდეთ ისე. და ცეკვას კიდე ქართულს. ხო და აი ოჯახის ამბავია ეს. აი თქვენ რო წამოგივიდათ თვალებიდან, ცრემლი ეს არის თქვენი ოჯახიდან წამოსული, მე ასე მგონია. და ეს არის ასაკის ამბავი. ყველა ადამიანს, ახლა მე არაფერს ახალს არ ვეთქვი, ბუნებრივია, აქვს ორი ოჯახი. ეს არის მისი მშობლების ოჯახი, რომელშიც ის იზრდება და მეორე უკვე საკუთარი ოჯახი, რომელშიც ის ზრდის. ხო? ნუ მე ესე მოხდა რომ მართლაც ვიზრდებოდი ძალიან პატრიოტულ ოჯახში. მამა ჩემი იყო სხვათა შორის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის, აი შეიძლება ითქვას პრაქტიკულად დამფუძნებელი, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ის მოიწვიეს მოსკოვიდან სწორედ ფიზიკის ასაგებად მოიწვიეს ტექნიკური. მისი შექმნელია ფაქტობრივად. მე შექმნა პრაქტიკულად და ხელმძღვანელობდა ეს ერთი კათედრიდან მერე მთელი ფაკულტეტი გაიზარდა. ამ ფაკულტეტში უკვე 3 კათედრა შედიოდა და აქ იყო მანდ იყო დაცვის საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მთელი კავკასიის მასშტაბით, ჩრდილოეთ კავკასიაც, სამხრეთიც, აზერბაიჯანიც, სომხეთიც აქ ჩამოდიოდნენ საინჟინრო ფიზიკური მიმართულებით დასაცავად სხვაგან ეს არსად არ იყო. და ამიტომ აქ ჩამოდიოდნენ. ანუ ეს ძალიან მძლავრი ცენტრი შექმნა, უამრავი ახალგაზრდა გაზარდა ინჟინერ ფიზიკოსი და ნუ იყო უაღრესად პატრიოტი ადამიანი. იცით, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც მე არ ვიცი სხვაგან რა იყო, მაგრამ ვიცი უბრალოდ ბავშვობაში მესმოდა რა იყო, რომ აი სპეციალური ფონდი შექმნეს თანამშრომლებისგან, რომელიც აი მრავალშვილიანობას ახალისებდა, რაღაცა თანხებს აძლევდნენ. ანუ ზოგადად ბევრი მიმართულებით ცდილობდა, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა და ის იყო ნამდვილად აი გულანთებული პატრიოტი. დედაჩემიც და ну საკმაოდ ესეთ ოჯახში ვიზრდებოდი. ასე რომ მე აცრემლებული თვალები არ არის ასაკის ბრალი გავთხოვნა. ну რა ვიცი. ეხლა ისეთ რამეს გეტყვით, აი წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ახლა რომ მოვყვე კიდევ ამიცრემლდეს თვალები, იმიტომ რომ კარგია. დედაჩემი მოესწრო 93-ში გარდაიცვალა და მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას. მამა ჩემი ვერ მოესწრო. ცოტა ადრე გარდაიცვალა უფრო. მაგრამ უკვე ის დაწყებული იყო, მამა 90-ში გარდაიცვალა და ამბები დაწყებული იყო, მაგრამ პროცესები. და მანამდე ჩვენ რო ბავშვები ვიყავით, აი სკოლის ასაკში. ხოიცით ეს მშობლების ლაპარაკი, ესეც ჩვენც რო და ჩვენ ვიყავით საშინლად ანტისაბჭოურად განწყობილი, ანტიკომუნისტურად და ნუ სულ ვოცნებობდით ამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ლაპარაკობდით სამზარეულოში, ახლა შეხვედრა რო ქონდა ოჯახს, ახლა სულ რაღაც ესეთი თემები ირჩეოდა და მე მახსოვს რომ ჩვენი სამზარეულოდან ძალიან პატარა იყო დერეფანი და მერე კარები იყო უკვე გასასვლელი. და დედაჩემი ახლა რეპრესირებული ოჯახის შვილი იყო და რაღაც თავის დროზე როგორც ჩანს ძალიან დაშინებული და სულ ყოველთვის გვეუბნებოდა ჩუმად ილაპარაკე, ჩუმად და გავიდოდა ხოლმე მაშინ კარებს გამოაღებდა სადარბაზოში რომ ვინმე ხوار დგასო. და ისე დედაჩემს ესეთი რამე აქვს ნათქვამი რომ მეო ეხლა აი ხო ხედავთ ცრემლები მეწყებს მოსვლას. მეო ეხლა რო გარდავიცვლებიო, მეო ალბათ ვერ მოვესწრებიო, რა თქმა უნდა. ხა არ ვინც ჯეროდა ეხლა რომ საბჭოთა კავშირი ესე უცბად დაინგრეოდა 91-ში. მეო ვერ მოვესწრებიო, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობასო. მაგრამო
თქვენ იმედი მაქვს მოესწრებითო და მოდით საფლავში და ჩამძახეთ რომ საქართველოს გახდა. თუ ეხლა ეს ემოციური მომენტია და ჩემი ასაკის ბრალია ნამდვილად რომ მე მაინც ვერ ვიკავებ თავს ამ შემთხვევაში. ნუ აი ესეთი ეს ოჯახი რა თქმა უნდა თავისთავად მოქმედებს კაცო პირველი აღზრდა სადაც ხდება ეს არის ოჯახი. ამიტომ ყოველთვის მე ვიყავი მიჩნეული ნაციონალისტად ეხლა ეს იყო უნივერსიტეტშიც ნუ წარმოიდგინეთ რომ ეხლა ვიფიქრობ ნუ სასაცილოა შეიძლება მაგრამ ის რაღაცა ბავშვური პროტესტი იყო ხო რომ აი ბოლო წუთამდე კომკავშირში არ შევედი მხოლოდ უკვე სკოლას რომ ვამთავრებდი სადღაც აი მაისში შევედი კომკავშირში მე ამბოხე იყავით ესე ხო ესეთი რაღაცის მქონდა ხო რომ არ მინდა კომკავშირში ისე და მახსოვს მაისში შევედი კომკავშირში აი სკოლის დამთავრების ზედწინ იმიტომ რომ დამარწმუნეს რომ ეს შეაფერხებდა ჩემს ჩაბარებას უნივერსიტეტში და ნუ ახლა უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა და სწავლა მინდოდა და ნუ მაგ დროს აი სულ დამთავრების წინ შევედი კომკავშირში ზუსტად ამ იმით რომ ესე იგი უნივერსიტეტში ჩემი წინ სულ თქვათ ჩაბარება არ შეფერხებულიყო. ნუ ისე რომ ეს ნამდვილად ახლა ეს იყო პროდუქტი ვიყავი ჩემი ოჯახის რასაც ქვია ნამდვილად მე ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემით მომივიდა არა. მთლიანად ვიყავი ალბათ აი დეტერმინირებული და აი მთლიანად ვიყავი ჩემი ოჯახის პროდუქტი, დედაჩემის და მამაჩემის აღზრდილი პიროვნება. ასე რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ბავშვებს ამ კუთხით, ასე ვთქვათ, მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ხო? იგივე აი ჩვენი სკოლა, ჩვენ რო გავხსენეთ ტრადიციული ხელოვნების სკოლა, რას ემსახურება ზუსტად, რომ აი ბავშვი რომელიც 5 წლიდან მოდის და აი ქართული სიმღერის და გალობის ამ რაღაცა ეროვნულ ამ რაღაცა არ ვიცი ეს მუხტს გაძლევს ძალიან დიდს რა. ადამიანები სხვანაირები იზრდებიან მე და სხვანაირები ხდებიან და ეს ცრემლიც აქედან მოდის მე არ შეიძლება ეს მხოლოდ ასაკსავაბრელოდ მე ამიტომ თქვი ეგ ეხლა მინდა თქვა რომ ჩემი მეუღლეც და მეც ეხლა როცა ოჯახი შევქმენით ნახეთ ნუ თავზე გვენგრეოდა 90-იანებში ქვეყანა და მე ვიყავი 3 პატარა ბავშვით და ჩემი მეუღლე ბიოლოგი იყო ძალიან კარგი და წარმატებული ბიოლოგი და იცით მაშინ თელი მისი აი წრე თანამშრომლების მეგობრების ერთიანად აიკრიფა და ევროპაში წავიდა ზოგი ამერიკაში და მე ვიცი ესეთი მოღვაწეობენ სხვათა შორის ძალიანაც მთელი მოღვაწეობის ჩვენი ეხა არავის არ გაუკვირდება მაგრამ იმ გასაჭირში 90-იან წლების როცა ნუ მეც ცხოვრობდი იმ პერიოდში ბავშვი ვიყავი მაგრამ და მე მახსოვს დედაჩემის სახე როდესაც და ეს აღასნერად მინდა რომ თქვენც მოგიყვეთ რომ როდესაც აი ყოველ დილა ქონდა შეშინებული სახე ამას არ გვაჩვენებდა ჩვენ მაგ გძნობდი მე რომ აი დღეს რა უნდა გვეჭამა ხო ნუ ახლა ეს იყო თემა ხო და ნუ არ ვიცი მე მაყოფილი ვარ მადლობა დედას რომ აი ამ გაგვატანინა ეს პერიოდი და ვისაც რა შეეძლო იმას აკეთებდა ხო მაშინ რა თქმა უნდა და მე ფოტოშერს ვიცი რომ თქვენ ყოზე ბავშვებსაც ამზადებდით ხო მათ შორის ანუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ გადარჩენის საშუალება ეს იყო მაშინ ხო ან გაჭირებულ პერიოდში მაშინ ეს ძალიან იყო ეს ზოგადად მომზადება და ამაზე იყო ყოველთვის ერთი ამბავი დღესაც არის ხოლმე რომ აი მოსწავლეების მომზადება და ვითომ რაღაცა ქარხანა თუ ფაბრიკა თუ რაღაცა და ნუ მე იცით კარგია თუ სკოლა ისე მოამზადებს რომ ეს მოსწავლეება ადამიანებს აღარ დაჭირდეთ და ნუ მაშინაც ვთვლი და ეხლაც რო უყურებ წარსულს ვთვლიდი რომ ეს ზოგადად საჭირო საქმეა ნებისმიერ შემთხვევაში აი ხანდახან იცით ეხლაც აი 2000 იგივე ეხლა აღარ მინდა გვარი ვახსენო მაგრამ იყო ერთი ამბავი ატეხილი აი ამ ამას დამამცირებლად ეწოდება აი რეპეტიტორიუმი და რა მინდა იცით გითხრათ რომ რა ჯობია უნივერსიტეტში უვიცი მოვიდეს თუ მომზადებული რა ჯობია მე მგონი მომზადებული რა თქმა უნდა ხო და ეხლა ყველაფერი შრომა უნდა ის რაც სკოლაში უნდა ესწავლო უნივერსიტეტმა რო არ ასწავლოს შემდეგ ხო ყველაფერი შრომა უნდა დაფასდეს ადამიანმა შეიძლება თავისი მეგობრის შვილი და უამრავი მყავდა ასე მომზადებული ხო მეგობრის შვილი ნათესავის შვილი უფასოდ მოამზადოს მაგრამ ეხლა ყველას უფასოდ ხო არ მოამზადებ არა შენი დრო მიდის და ენერგია ბუნებრივია რომ ამაში თანხა უნდა აიღო და ნებისმიერი აი ესეთი მომზადება მე მგონი ჯობია ვიდრე ბავშვი მოვიდეს სრულიად ნულოვანი არა უბრალოდ მე თუ მკითხავთ მაგალითად
ნუ ჩვენ ახლა არის მაგალითად დაიჩეთ თქვენი ცით რომ ჩემი ქალიშვილი სკოლას ხელმძღვანელობს. თინათინი. ნუ მასთან მქონდა კიდეც საუბარი და ნუ ის თulis რომ ტრაგიკული არ არის არაფერი თუ აი 12 კლასი არ იქნება და მარტო თქვათ 11-ით შემოვიფარგლებით. იმიტომ რომ მე 12 კლასში ისედაც ბავშვები არ დადიოდნენ და ისედაც ესე იგი ნუ ამიტომ ხელისუფლებამ ეს თქვა ჩამოიტანა 11 კლასი. და მე 11 გახდა სააბიტურო. ეხლა იცით მანამდე მე 12 იყო სააბიტურო და ეხლა თუ მე 11-ს გავხდით სააბიტუროდ მაინც ბავშვები არივლიანი მე 11 კლასში. მაინც რაღაც აკადებათ როგორც ანუ ეხლა გამოვა რომ უკვე 10 კლასი სწავლობენ და მე 11 გახდება სააბიტურო და თუ 10 კლასიანს გავხდით სკოლას, მაშინ მე 10 კლასში აღარ ივლიან და ის გახდება სააბიტურო, არა? ეს, მაგრამ ეხლა თუ საერთოდ ვინმე კითხავდა ან ზოგადად თუ კითხავს, არავისთვის არ ჩქოისწავლება არ მინდა არაფერი. მე უბრალოდ იცით რას ლაპარაკობს? აი სრულიად სიღრმისეულად 2005 წლიდან არის უნივერსიტეტში აბიტურიენტი და 2005 წლიდან პრაქტიკულად 20 აი 21 წელია აბიტურიენტები არის უნივერსიტეტში კი არა ბაკალავრები. ბოდიშით. ბაკალავრები მოდიან აბიტურიენტები ხდებიან უნივერსიტეტში მოდიან უკვე ბაკალავრები სტუდენტები. და 21 წელი ამ ბაკალავრებს უყურებ. გიორგი, ისეთ რაღაცებს გეტყვით, რომ არ დაიჯერებთ უბრალოდ. როგორი ცოდნით მოდიან ბავშვები. მაგალითებს გეტყვით, რომ სრულიად გულწრფელად და ადრე უფრო ენერგიული ვიყავი როგორც ჩანს და ბაკალავრებთან მკითხულობთ ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მე თვითონ მეხალისებოდა რომ ეს კურსები მე თვითონ წამეყვანა. და ამიტომ მქონდა პირდაპირ შეხება სტუდენტებთან და მოდიოდნენ ბავშვები, როდესაც ეგონათ წარმოიდგინეთ გულწრფელად უღონთ არ გაგიკვირდეთ ნამდვილი ამბავი არაფერს არ ვიტყვი. ხო, არა, დარწმუნებული ვარ არაფერს. რომ მტკვარი ჩაედინება შავ ზღვაში. და ნუ ეს რომ ითხრა სტუდენტმა მაშინ გავგიშდი უბრალოდ და უთხარი რომ ნუ ეხა იმასაც ხო არ მეტყვი მეთქი რომ ჩვენ ეხლა ქუთაისში ვიმყოფებით. ნუ ესე იგი განსვიფრდები უბრალოდ ესე იგი უცოდინრობის დონით, ცოდნის ხარისხით. მე განა იმას ვამბობ რომ საუკეთესო ნაწილი არ არის, მაგრამ ასეთი ნაწილი არ უნდა ასეთი განათლების ხარისხით უკვე არ უნდა ესე იგი არ უნდა ამთავრებდეს სკოლას თუნდაც ერთიც კი რაღაცა დონის მინიმუმი ხო უნდა არსებობდეს. კაი ბატონო შეიძლება იცოდეს, არ იცოდეს ვოლგასაც ჩაედინება, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში მტკვარისაც ჩაედინება. ეხლა რა ვიცი, რაღაცა განსაკუთრებულს ვით ხო? ანუ მე ჩემის აზრით მე მგონია რომ აუცილებელი, აი დღეს მშობლები როგორ ფიქრობენ, იცით რომ? და ნუ ეს მე ერთი მაგალითი მოვიყანეთ, თორე ანეკდოტები ჩვენ ჩამოწერილი ჰქონდა და ლექტორები ხანდახან ისეთი ანეკდოტები იყო, რომ ნუ ვამბობდით რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, არა? მაგრამ მე ასე მგონია რომ მშობლებს დღეს გონიათ რომ ნახეთ როგორი არის დამოკიდებული. ნუ იაროს ამ სკოლაში რაღაცა და აი მე ერთი წელი მოვამზადებ. გესმით, მომზადებ ეროვნული გამოცდებისთვის. ხალხნო არ არის ერთი წელი საკმარისი. ახალგაზრდა რომელიც არ არის მიჩვეული 10 კლასის ჩათვლით წიგნის კითხვას და მსხვილი მონაკვეთების წაკითხვას და იქიდან ძირითადი აზრის გამოტანას, ნუ იმან ეხლა შორის ძალიან ბევრი პრობლემაა, და მე უნდა გითხრათ რომ აი მაგალითად ჩვენ შინაარსის გამოტანის პრობლემა ძალიან იცით მე ეს უნივერსიტეტისთვის ძალიან რთულია რა თვალსაზრისით ჩვენ ერთი პერიოდი დავაწესეთ აი ასეთი კურსი რომელიც სწორედ ამაზე იყო მარტო კითხვა იქვე კითხულობდნენ და შინაარსის გამოტანაზე ვარჯიშობდნენ და მე დავალებებს ვაძლევდით იმიტომ რომ კატასტროფული სიტუაცია იყო უბრალოდ და რომ ახალგაზრდებს უჭირთ ადეკვატური შინაარსის გამოტანა ტექსტიდან და იცით მაგრამ ეს მაინც არ იყო საუნივერსიტეტო საგანი და ბოლო-ბოლო ბუნებრივია ჩვენ მე ავიღეთ ამაზე ხელი იმიტომ რომ ეს არ იყო საუნივერსიტეტო და საბაკალავრო საგანი მაგრამ აი რო ფიქრობენ აი სააბიტურო კურსი და სააბიტურო კურსი არაფერი სააბიტურო განსაკუთრებული კურსი არ არის საჭირო ნებისმიერი წიგნიდან რაღაცა ისტორიული ესეებიდან ეკონომიკური ესეებიდან რაღაცეებიდან ნაწყვეტები მიაცით ახალგაზრდებს წაიკითხონ დაამუშავონ და მოიტანონ ძირითადი აზრი გამოტანილი ჩამოგიყალიბონ იქიდან ჩამოგიყალიბენ რა გაიგეს
კატასტროფული სიტუაცია არის, გიორგი, მართლა ძალიან კატასტროფულია, მე არ ვიცი ამას როგორ უნდა ეშველოს, ლექსიკა. თქვენ იცით, რომ ქართველი ახალგაზრდები ჯერ სკოლის მოსწავლეები უკვე ინგლისურს ფლობენ უკეთესად ვიდრე ქართულს, დიახ. და რატომ იცით? იმიტომ რომ ქართულში აქვთ ძალიან პატარა ტექსტები წასაკითხი. ცოტა საძლევს, მე მახსოვს თავის დროზე მე რომ იმას კი არ ვამბობ, რომ საბჭოთა კაცო, საბჭოთა სკოლას რომ მინუსები ქონდა და იდეოლოგიზირებული იყო და უბედურება იყო, ამაზე არ არის საუბარი. მაგრამ ჩემ დროს თუ შეიძლებოდა მოსწავლისთვის შერვაშიძე გყავდა მე ქართულის პედაგოგი დოლიძის კუთხეში 61 სკოლა იყო და იქ სწავლობდი და ის ქალბატონი რომ მოგცემდა თემას, ვთქვათ, თემი და პიროვნება ვაჟა-ფშაველა შემოქმედებაში, ახლა სიტყვაზე ვამბობ, რა ასეთი თემები იყო. იმას რომ წერდი, ერთი 10-12 გვერდი უნდა გაგეშალა დაწურვილებით, უნდა გაგეკეთებია ანალიზი ამის ყველაფრის. ხო, დღეს სად არის ესეთი რაღაცა? დღეს ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს. გეთახმებით ნამდვილად არსებობს ეს პრობლემა, რომ წაკითხული და კიდე ლექსიკა. მე უბრალოდ საკუთარ შვილებში აღმოვაჩინე, შვილებში, ბოდიშით. შვილები არა, საკუთარ შვილებში აღმოვაჩინე რამდენიმე წლის უკან, აი, როდესაც ისინი იყვნენ მე-3-4 კლასში. ხო, რომ ესე ხო, სადღაც მე-3-4 კლასში, რომ ძალიან არ იცოდნენ სიტყვა იჭვრიტება, არ იცოდნენ მესერი, არ იცოდნენ, აი ძალიან ბევრი ისეთი გამაოგნებელი სიტყვა, რომელიც ახლა თუ არ იცი ლექსიკა. სამაგეროთ ისეთი სიტყვები იციან, რომ ჩვენ არ ვიცით. ხო, კი, რა თქმა უნდა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მაგალითად იგივე შემოტანილი ხახალი სიტყვები. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით, რომ აი ეს ტექსტი რო გაიგო, მაგრამ აი ეს ტექსტი რო გაიგო, ისიც უნდა იცოდე. ისიც უნდა იცოდე და ესეც უნდა იცოდე. არ უნდა ხდებოდეს ლექსიკის გამდიდრება მარტო ქართულის დავიწყიმის უკან დახევის ხარჯზე. ანუ ის ქართული ლექსიკა უნდა იყოს ძალიან მდიდარი. და პლუს რა თქმა უნდა დამატებით უკვე რაც შემოდის ახლა ყველა ეპოქაში ენებში შემოდის ინგლისურშიც არის უამრავი შესული ლექსიკა და რუსულშიც და ყველა ენაში და მათ შორის ბუნებრივია ქართულშიც და შემოვა და მომავალში შემოვა და ახლა შემოდის მაგრამ ლექსიკა რაც მთავარია იცით დიდარი ლექსიკა არ შეიძლება ჩვენ გვეგონოს რომ საკმარისია ბავშვისთვის საყველპურო ლექსიკას ვეძახი მე ამას რომ აი ყოველდღიურ სალაპარაკო ეს არ არის მაგ ლექსიკით ახალგაზრდა ვერ წაიკითხავს ეკონომიკურ ტექსტს ვერ წაიკითხავს ისტორიულ ტექსტს ვერ წაიკითხავს ფილოლოგიურ ტექსტს ანუ ეს სრულიად წარმოუდგენელია ის ვერაფერს ვერ გაიგებს იქიდან და ჩვენ ვწირავთ მას რეალურად ის მოდის უნივერსიტეტში და პირდაპირ ეჯახება ამას აი ცით აი კედელებით ეჯახება და სინამდვილეში აი ეს უნდა ხდებოდეს ამაზე უნდა მიდიოდეს გარძლიერებული ვარჯიში სულ აი ამ ტექსტებზე და ამ ხრივ აუცილებელი კი არ არის მაინდა-მაინც ქართული ტექსტი იყოს ქართველი ავტორის მიერ დაწერილი იყოს ქართული თარგმანი ახლა შექსპირის ქართულად წაიკითხავ თუ ინგლისურად ახლა შეიძლება სკოლის მოსწავლემ ვერ წაიკითხოს არც არის საჭირო მაგრამ მისი ქართული შესანიშნავი თარგმანებია და გამოვიყენოთ ან სხვათა შორის წიგნების მაღაზიები დღეს რაც არის სასიხარულო გავსებულია ქართული თარგმანი ახლა ვიღაცა ეტყვის არ არის დონე ძალიან კარგი დონეა უნდა გითხრათ მშვენიერი ეხლა სადღაც რომელიღაცა შეიძლება უფრო ნაკლები იყოს რომელიღაცა უფრო მეტი მაგრამ ხო იცით ეს მასიური თარგმნა ენას ხვეწავს ენა წინ მიდის მაგრამ ეს უნდა იკითხოს ბავშვებმა და ჩვენი პრობლემა ზუსტად მანდ არის რომ ბავშვები არ კითხულობენ და როდესაც არ კითხულობენ სკოლაში მე როგორ წაიკითხავენ მე სადღაც მქონდა იცით ესეთი რაღაც სტატიაც კი გამოქვეყნდა რომ ვამბობდი რომ ხალხო ჩვენთან უნივერსიტეტების სამწუხაროდ დიდ ნაწილში როგორ ხდება იცით ყოველ შემთხვევაში მე როცა დავიწყე ეს უნივერსიტეტი საქართველოს მაშინ ესე იყო ეხლა ალბათ გამოსწორდა იმედია ყველგან რომ პედაგოგი ლექტორი იდგა და ამბობდა აბა ეხლა ჩავიწეროთ და სტუდენტები იწერდნენ კონსპექტს
და ამ კონსპექტზე ვიღაცა წამოიღო, მას ჩამოვჭი, მას რაღაცა ის იმეორებდა ასე შემდგომ და საბოლოოდ სემესტრის ბოლოს ერთი 40 გვერდიანი, მაქსიმუმ 50 გვერდიანი, არც კი რვეული გავსებულიყო. ამ 50 გვერდიანი ხელნაწერი რვეულით როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია ახალგაზრდა მისივე თანატოლ დასავლურ უნივერსიტეტებში 1500 გვერდიანი წიგნებით ნასწავლ. კი, ახლა საქართველოს ახალგაზრდა ნიჭიერია, მაგრამ არც იმდენით არა, რომ 50 გვერდიანი სწავლით 1500 და გვერდიანი. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ თუ რეფორმაზია საუბარი ზოგადად განათლების სისტემის, ხო? აი პირველ რიგში ერთ-ერთი მთავარი ეს თემები უნდა იყოს, რაც რეფორმას ეხება. აზროვნება, გიორგი. ხო, ეს აზროვნების ნაწილი არის კატასტროფა. ესე იგი არის საჭირო სწორედ იცით, უამრავია ჩვენ მოგონებაც არ გვჭირდება, უბრალოდ ამას ქართულ იმასთან მისადაგება უნდა რა, რომ არის ეს ტესტები, აი მაგრამ აზროვნებითი, საერთოდ სიტყვაც არ არის, რაღაცა სხვადასხვა ფიგურები, სხვადასხვა რომ ლოგიკური ტესტები, აზროვნებითი, ვერბალური, ესე იგი ტესტები, მაგალითები, ანუ ეს ყველაფერი უნდა იყოს სკოლაში, ამაზე სულ უნდა იყოს ამაში ტრიალი. იმდენად მნიშვნელობა ფაქტობრივ მასალას კი არა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია აზროვნების განვითარება, კრიტიკული აზრის განვითარება და ლექსიკა. თუ ახალგაზრდას აქვს მდიდარი ლექსიკა და კრიტიკული აზროვნება, ის მშვენივრად დაძლეს საუნივერსიტეტო პროგრამას და ყველაფერსაც ისწავლის. ეს ნამდვილად ასეა. დიდი მადლობა, ჩვენ უკვე დავასრულოთ საუბარი. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ აი ხომ ხედავთ რამდენი ვილაპარაკი. არა, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ კარგი საუბარი რაოდენობას უკვე აღარ იმაშვება, როცა საინტერესოდ საუბრობთ, რაოდენობას მისაღებია, ხანგრძლივობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ მე მინდა ქალბატონ მანას გადავუხადო მადლობა საქართველოს უნივერსიტეტისთვის. და რატომ? ძალიან ბევრი კარგი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ ნაწილი მოვასწარეთ, ნაწილს მერეც გავაგრძელებთ აუცილებლად. მადლობა იმისთვის, რომ აი პირადად მე მომეცა საშუალება მაგალითად, რომ ის რაც მე მიყვარს, რა საქმეც მიყვარს მე. იქ რაღაცები გავაკეთო და რაღაცები გავაკეთო თქვენი დახმარებით. და მე მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა, რომ ვისაც ჩემი ჯერა და ჩემი გულწრფელობა შეეჭვია შეაქვს, მინდა მათ უთხრა, რომ მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს უნივერსიტეტში მუშაობდა, აქ მე ვერ დავინახე ვერც ერთი ისეთი რამ, რაც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ანტიეროვნული. აქ არის ისეთი რაღაცები კეთდება, რადგან მე აუცილებლად ვისაუბრებ ჩემს პოდკასტებში, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის საქმეები. ძალიან ეროვნული მნიშვნელობის საქმეებია, რადგან ჩვენ რა თქმა უნდა მე ჩემს პოდკასტებში აუცილებლად მოგიყვებით. მეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები. დიდი მადლობა ქალბატონ მანა ჩემთან სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა. მე მომეცი საუბრის საშუალება. ხო, ეს პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი. ხო. რამის დამატება თუ გინდა და დავასრულოთ ამით. რა ვიცი, წარმატებები გისურვებთ. წარმატებები რა თქმა უნდა აუცილებლად კი. წარმატებები მინდა გისურვოთ, ახალი დაწყებული გაქვთ ეს რამდენადაც ვიცი ეს სივრცეც ახალია. თქვენი ეს მოღვაწეობაც ახალია და ყველაფერ ახალ საქმეს უნდა წარმატება აუცილებლად უნდა უსურვოთ. ერთად წარმატება და ცალ-ცალკე წარმატება და ყველანაირად წარმატება. წარმატების გარეშე ძალიან რთულია ცხოვრება. და გემშვიდობებით მომავალის შეხვედრის იმედით. აუცილებლად ხონა მაქვს რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ასევე დააკომენტაროთ, იმიტომ რომ ეს მოგცემს საშუალებას, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს უფრო მეტი ჩვენი პლატფორმა და გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე. ბედნიერად.